საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დიდები და პატარები ოპოზიციური ალიანსი შესაძლოა ოფიციალურად სწორედ ამ საფუძველზე დაიშალოს. აქამდე თუ ერთმანეთის მიმართ შეკითხვები არსებობდა დაფინანსებასთან, ქართულ ოცნებასთან, ფარულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, უთანხმოება ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც დიდებს მიაჩნიათ, რომ პატარებს ალიანსის სახელით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთივე უფლებები არ უნდა ჰქონდეთ, როგორც დიდებს. მიდის მინიშნებები თავმოყვარეობაზე, რაც ეჭვს არ ტოვებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ალიანსში ყოფნის საკითხი დღეებს ან შესაძლოა საათებსაც ითვლის. დიდი და პატარა პარტიების ბრძოლა ოპოზიციური ალიანსის ფარგლებსაც ცდება და ისეთ ფლანგზე ვრცელდება, რომელიც ალიანს ღიად ემიჯნება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დღეს ლელოს ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტი უწოდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის ჩამოსაშლელად შეიქმნა. ლელოდან კი სააკაშვილს უპასუხეს, რომ ჯერ ეს ქვეყანა ჩააბარა რუსებს და ივანიშვილს და მერე საკუთარი თავი და შუაში რამდენჯერმე ჩამოშალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მოკლედ, პოლიტიკურად არ ვიცი, მაგრამ ოპოზიციური გარჩევების თვალსაზრისით კი ცხელი ზაფხული გველოდება. ამ და სხვა თემებზე ვხსნით დღევანდელ გადაცემას გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღევანდელი სამუშაო დღე პარლამენტში დაიწყო კომიტეტში სახალხო დამცველის მოსმენით. ეს ანგარიში მეტნაკლებად ახლა ჩვენ განსაკუთრებით ჟურნალისტები ამ ანგარიშს ვიცნობთ, ეს არის 2025 წლის განმავლობაში ადამიანის უფლების დარღვევის თითქმის ყველა ფაქტი მოხდა დაწყებული აქციების დროს სამართალდამცავების მიერ ნაცემი მოქალაქეებითა და რა ვიცი სიღარიბის დონით ბავშვებში საქართველოში. თუმცა ისე ჩანდა საპასუხო რეაქციებიდან, რომ თქვენი პარტია მაინც უკმაყოფილო დარჩა ამ ანგარიშით. აი რა იყო ამ უკმაყოფილების მიზეზი, რომ არ იყო ცხადად და ნათლად მითითებული თუ ვინ არის ამ დარღვევებზე პასუხისმგებელი ქვეყანაში? ემა, მადლობა კითხვისთვის, მივესალმები კიდევ ერთხელ მაყურებელს. ძალიან კარგად დასვა ვიკა ფილფანმა დღეს კომიტეტზე კითხვა. მან ბევრი რამ შეახსენა სახალხო დამცველს, რაც მოხდა მისი, ასე ვთქვათ, ამ თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ საქართველოში, მაგრამ მართლაც ფაქტობრივად თუ ალბათ ყველაზე მეტი ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილში რაც მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში, სწორედ ბოლო წლებია, ხო? აი ვის საქართველოს მოქალაქეს ახსენდება სახალხო დამცველი მაშინ, როდესაც მისი უფლებები ილახება? ეს არის საკუთარი კითხვა. ანუ ანგარიში არის ანგარიში, მაგრამ სახალხო დამცველის აქტიური პოზიცია, მათ შორის ადგილებზე მისვლა, პროტესტის გამოხატვა, პოზიციის დაფიქსირება, ეს რა თქმა უნდა არის მისი ვალდებულება. ახსენდება თუ არა ეს ალბათ დამოკიდებულია მიმართვიანობის მაჩვენებელზე. არა მარტო მიმართვიანობის, ანუ სახალხო დამცველი უნდა იყოს რეალურად მოქალაქეების გვერდში მდგომი და მათი უფლებების დამცველი მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. ხო ასეა. ამიტომ არის კონსტიტუციით მას აქვს ასე ვთქვათ საკმაოდ დიდი მანდატი მინიჭებული, ხო? მაგრამ ჩვენ რეალურად ვერც ერთ ფაქტს ფაქტობრივად ვერ გავიხსენებთ. ანუ ვერასრულებს ლევან იოსელიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, იმიტომ რომ ანგარიში ხო თავისთავად მწვავე არა, ანგარიში იყო, კიდევ ხო? ვიმეორებ, ანგარიში მწვავეა, კი ბატონო, არის იქ ფაქტები, მაგრამ პასუხისმგებლობის საკითხი არ არის დაყენებული უმრავლეს შემთხვევაში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ კიდევ ვიმეორებ, საქართველოს სჭირდება მით უმეტეს ისეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, როგორც არის დღეს, ოცნების პირობებში, ოცნების ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ხალხის გვერდით იქ, სადაც საჭიროა. და დამისახელეთ ერთი მოვლენა, ერთი შემთხვევა, როდესაც საჭირო იყო ადგილზე სახალხო დამცველის ყოფნა, მისი პოზიციის დაფიქსირება და ეს მან გააკეთა. გააკეთა თამამად, ისე თამამად და გაბედულად, როგორც ეს მოეთხოვება სახალხო დამცველს, პირდაპირ ვთქვა. თქვენ რა სიტყვით, რომ სახალხო დამცველმა პირდაპირ ასე ვთქვათ, დაასახელოს თავის ანგარიშში ამა თუ იმ გადაცდომაზე თუ დანაშაულზე
პასუხისმგებელი პირები თუ უწყებები გამოყოს. ხა ხომ გასაგებია რომ როდესაც საუბრობთ სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში ძალადობაზე ხომ როდესაც საუბრობთ პატიმრების გაუსაძლის მდგომარეობაზე აი დღესაც საუბრობდა ის რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები შეიძლება რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ყავდეთ სამარტო საკანში და რის შემდეგაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება ან შესაძლებელია სხვა პაციენტებთან სხვა პატიმრებთან ერთად ყავდეთ მოთავსებული უნდა გამოყოს რომ ამაზე არის პასუხისმგებელი არ ვიცი პენიტენციური სამსახური ამაზე პასუხისმგებელია მისი ზემდგომი უწყება იუსტიციის სამინისტრო ხომ ისედაც გასაგებია რომ ხელისუფლების უფლებამოსილება არის ამ ყველაფერზე რეაგირება მოახდინოს. იმენ ნახეთ, კი ბატონო, ეს შეიძლება ნაწილობრივ ასეც არის, რაზეც საუბრობთ, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა და რის თქმა გვინდა ჩვენ და რა არის ჩვენი გუნდის პოზიცია, ხო? სახალხო დამცველი, კიდევ მეორე, ხალხის თვალში უნდა იყოს იმედი იმისა, რომ სადაც საჭიროა ის იქ გაჩნდება და როცა საჭიროა ის იქ გაჩნდება. ხა ეს ფაქტები საკმაოდ დაგვიანებით, ახლა ამის ანგარიში მოხვედრა, გასაგებია რომ წვავია. ეს საქმის ერთი ნაწილია მხოლოდ. მაგრამ, როდესაც ყავს სახალხო დამცველი, რომელიც არის დასაცავი პირდაპირ ჩანდა, ხო? ანუ ოცნების მხრიდან. ანუ ეს რა სახალხო დამცველია? დღეს ჩვენ ნახეთ, ხო, კომიტეტზე, ალბათ ადევნებთ თქვენს თვალს, როდესაც ფაქტობრივად იქ არის გორდულაძე პასუხობდა მის ნაცვლად. და ეს არ არის იმ წონის ასე ვთქვათ ფიგურა კიდევ ვიმეორებ სახალხო დამცველი რომ მას ვინმეს დაცვა ჭირდებოდეს პირიქით აქეთ უნდა იყოს ხუსი დამცველი ხო ვისგან არის დასაცავი ხო და ვისგან არის დასაცავი ბოლო გაგვარკვიოს მაგაში ხო ანუ იქნებ ჩვენ დავეხმაროთ და ჩვენ შევძლოთ მისი დაცვა ოცნებისგან თუ ეს ასეა იმიტომ კიდევ ვიმეორებ აქ მუდმივად იმის ზახილი რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ამას იმეორებს თითქოს ხო ანუ რა თქმა უნდა ის ცდილობს რომ მისი პოზიციები არ იყოს ისეთი მწვავე როგორიც არის მოლოდინის საზოგადოებაში კიდევ ვიმეორებ იმიტომ რომ ჩვენ ხომ კარგად ვიცით რაც ხდება ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის რატომ ანგარიშს უწევს ხელისუფლებას აი პირდაპირ ეს დაინახეთ რა თქმა უნდა ჩანს პირდაპირ ვთქვათ ეს ასეა აბა კიდევ ვიმეორებ მაშინ როგორ ახსნით აი თქვენ როგორც ჟურნალისტი რაც დღეს ნახეთ ხო როგორ იცავდა მართველი პარტიის დეპუტატები როგორ იცავდნენ მას ან როგორ შეიძლება ეს უბრალოდ აკადრო საკუთარ თავს სახალხო დამცველს ხუსი დასაცავი გახდე მით უფრო მართველი პარტიის და ეხლა დანარჩენი კიდევ ვიმეორებ რომ ეს არის ხალხის შესაძლებელი ანგარიში თუ ვერ შეფასდება მხოლოდ სახალხო დამცველი კიდევ ვიმეორებ ეს არის ისეთი ინსტიტუტი რომელიც რა თქმა უნდა სამართლებრივ ნაწილში სრულიად პასუხისმგებელია ანგარიშებით, რეკომენდაციებით და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ პირველ რიგში ეს არის ინსტიტუტი, რომელიც უნდა იყოს ხალხის გვერდით მაშინ, როდესაც ეს ხალხს ჭირდება და არა 3 თვის მერე და 6 თვის მერე და ეხლა ხვალ რო რაღაც დანაშაული მოხდეს. 1 წლის მერე რო უწევს ეხლა იოსელიანს ანგარიში, ამას უნდა ველოდოთ. იქ მყისიერი რეაგირებაა საჭირო. კიდევ ვიმეორებ ადგილზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირებაა საჭირო და ასეთ ვითარებაში, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმია და თითზე ჩამოსათვლელი ინსტიტუტებია დარჩენილი ამ ქვეყანაში, ხო? რომელიც ეიმედება ხალხს. სახალხო დამცველს შეუძლია იკისროს მნიშვნელოვანი როლი. იცით რა გამახსენდა დღევანდელი კომიტეტის იმ ნაწილს ვუსმენთ, სადაც გიორგი გახარიაზე ბათუმში ფიზიკური თავდასხმის ფაქტი გაიხსენეს. მე არ ვიცი ნამდვილად რას მოყვა ეს საუბარი და ამბის გახსენება, მაგრამ საინტერესოა იმ პროცესში თქვენი მოთხოვნით, საკუთარი ინიციატივით სახალხო დამცველის აპარატი თუ იყო ჩართული, არ ვიცი, მოკვლევის პროცესში, თუნდაც როგორც დაინტერესებული პირი და ადამიანის უფლებათა დამცველი. არ მახსენდება, სიმართლე გითხრათ, არ მინდა რამე შემეშალოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ის იქ არ გვიხილავს და არც ამ მწვავე განცხადება გვიხილავს და ეხა ეს რა დონის დანაშაული იყო, თქვენ კარგად გახსოვთ, ხო? ანუ ეს ხო პირდაპირ ძალადობა იმ დონის დანაშაული სხვათა შორის, რომელიც სულ ახლახან ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი მოხვდა. თქვენ წარმოიდგინეთ და ახლა ასეთ დროს, როდესაც არ არსებობს სახალხო დამცველის სპეციალური რეაგირება, ბუნებრივია ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს. ეხლა ეს თავად ახსნას მან ეს პოლიტიკური სისუსტით მოსდის, სათანადო გამბედაობის არქონით მოსდის, თუ რაღაცა ტიპის მიკერძოებულობით მოსდის, თუ სხვა ტიპის გავლენებით, ეს მისი ასახსნელია, მაგრამ ფაქტი ერთია და ამ ფაქტს ვერ გაიქცევა ეს ადამიანი, რომ ის არ არის იმ
დონის სახალხო დამცველი, როგორცაც იმსახურებს დღეს თქვენ საქართველოს. არ ხართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ თუ სხვა მიზეზის გამო სახალხო დამცველს აკრიტიკებს, თუმცა აი მისი პასუხი ყოველთვის არის ხოლმე ამ შინაარსის, რომ ის არ იქნება მოწყვლადი პოლიტიკური κρიტიკის მიმართ, იმიტომ რომ ხედავს, რომ ყველა პოლიტიკური კრიტიკის მიზანი არის რაღაცნაირად სათავისოდ გამოიყენონ შემდეგ უკვე კრიტიკული პოზიცია სახალხო დამცველისა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ ის ყველას სახალხო დამცველია და არავითარ შემთხვევაში არც ერთ პოლიტიკურ მხარეს მისი პოზიციის გადახრა არ მოხდება. ბატონო, ეს ასეც უნდა იყოს, ახლა ვინ თხოვს მას პოლიტიკურ მიკერძოებულობას? ახლა ჩვენგან როდისმე გაგიგიათ, პირიქით, ჩვენ ერთადერთ რამეს ვითხოვთ. სწორედაც რომ პოლიტიკურ მიკერძოებულობას ვითხოვთ მისგან. და ვითხოვთ იმას, რომ ის იყოს ყველა სახალხო დამცველი. ეხლა როგორ თქვა, ერთ-ერთ მიკერძოებულია, ოღონდ მიკერძოებულია, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო პოზიციის სასარგებლოდ. ერთ-ერთ ეპიზოდში თქვა მე ვისაუბრე, გიორგი გახარიას ადვოკატი კი არ ვარო. და მინდა შევახსენო, რომ ყველა ადვოკატია, საქართველოს ყველა მოქალაქის ადვოკატია. რა თქმა უნდა, მით უფრო იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს ვართ. როდესაც ავტოკრატიული რეჟიმია და არაფრად დაგიდევენ ადამიანის უფლებების დარღვევას. ამიტომ ეს არის, კიდევ ვიმეორებ, ეს მისი წონის ამბავია, საკითხია. ეხლა გასაგებია მან ეს კარგი ის მოძებნა, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ნიშა და გამართლება, რომ აი და ამით ცდილობს, ასე ვთქვათ, გაამართლოს მისი პასიურობა ხშირად. ამიტომ აქ დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანებისთვის იმედის ჩასახვა და ის რომ ადამიანებს ეიმედებოდეთ ელემენტარულად. მომავალი კვირა პარლამენტში არ მგონია რომ რომელიმე ადამიანს დღეს სახალხო დამცველი შეიძლება არც კი იცოდეს დღეს ხალხმა ვინ არის საერთოდ სახალხო დამცველი და ეს პრობლემაა სერიოზული. ხო, მომავალი კვირა პარლამენტში გექნებათ, როგორც ვიცი, ძალიან დატვირთული სახალხო დამცველის ანგარიშს უკვე პლენარულ სხდომაზე მოისმენთ და ასევე სესია, საგაზაფხულო ხია, ხო? საგაზაფხულო სესია პრემიერის ანგარიშით დაიხურება. ძალიან საინტერესოა, უკვე გაქვთ თუ არა გადაწყვეტილება მიღებული, რა ძირითად საკითხებზე გააკეთებთ აქცენტს პრემიერთან მიმართებაში და რა შეეხება თქვენი გამოსვლები, იმიტომ რომ შეკითხვების გარდა პროცედურულად გამოსვლებიც გეკუთვნით. ასე ნამდვილად, ინფორმაციულად თქვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, ეს ნამდვილად სწორად თქვით, არის საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირა, ბოლო სასესიო კვირა, რომელიც დაიხურება პარასკევს ირაკლი კობახიძის ანგარიშით. მანამდე ჩვენ სხვათა შორის გვექნება როგორც სახალხო დამცველის, ასევე გენერალური პროკურორის მოსმენა, სახელმწიფო აუდიტორის და ასე შემდეგ. საკმაოდ დატვირთული კვირა, ფაქტობრივად ყოველ დღე, განსხვავებით სხვა წინა კვირებისგან, იქნება სესია. სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, საკმაოდ ნამდვილად არ იქნება იოლი გასეირნება, არ იქნება კობახიძისთვის, ვით უფრო, როდესაც მას ელოდება ჩვენი გუნდი პარლამენტში. და აქ მისი ანგარიში რო წაიკითხოთ, ღიმილის მონგრელია რეალურად. თითოეულ წინადადებაში, თითოეულ ფურცელში არის მცდელობა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე გაერიდოს ყველანაირ პასუხისმგებლობას, რომ თითქოს რაც ამ ქვეყანაში ხდება, არაფერი მისი პასუხისმგებლობა არ არის. ძირითადად რა წარმოადგენს თქვენს ინტერესის საგანზომილებრივი? უკლებლივ, დაწყებული იმ ეკონომიკური პრობლემებით, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ღიმილის მონგრელია, ეხა იცით რომ ეს ფასების თემა, ხო? ანუ მისი დაწყებულია პირადად, ხო? ანუ ის იყო ინიციატორი და რამდენი დრო დაახარჯა, იწვალა, იშრომა, ვიდეო ჩაწერა გახსოვთ პირველი, მერე თავის ადმინისტრაციაში რამდენი შეხვედრა მოაწყო, მერე პარლამენტში ხო შეაქმნევინა თავის უმრავლესობას ეს კომისია და ერთი სიტყვა არ არის ნახსენები ამ ანგარიში. ანუ მე როგორც მივხვდი, სწორედ ფასების თემა იქნება თქვენი ძირითადი დარტყმის საგანი. არა მხოლოდ ძირითადი დარტყმის, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ თვალნათელი თვალსაჩინოება უფრო სწორედ რეალურად მისი პოლიტიკის კრახის ერთ-ერთი მაგალითია. გამოიყენებთ საპარლამენტო ტრიბუნას იმისათვის, რომ მოითხოვოთ პასუხი კობახიძისგან, რატომ არ გაიაფთა სამხმარებლო ფასების დაპირებისამებრ. ის იყო ადამიანი, რომელიც ამ დაპირებებს გასცემდა. და მეცაც გეტყვით, არა თუ უბრალოდ ვერ გააიაფა. იმაშიც კი ვერ ჩამოყალიბდა, რა უფრო სწორია, რომ ევროპაში უფრო ძვირი ღირს კონკრეტული საკვები პროდუქტები თუ საქართველოში, იმიტომ რომ იცით, რომ ჯერ გამოვიდა პროდუქტების მიხედვით, ასე ვთქვათ, ჩამოარაკრაკა, ჩამოაციკციკა და მიუთითა ის პროცენტული მაჩვენებლები, რომ თითქოს ძვირია ევროპაში, მე ამ კომისიის მუშაობის შემდეგ სრულიად საპირისპირო განაცხადა და ეხლა ატლარიანი ხორცის ამბავიც კიდე ყველა მისის თემო საქართველოს, ხო? ვეძებთ და ესეთი ადგილი ვერ ვნახეთ. მაგრამ ეს ფასების თემა ერთი ნაწილია. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილია. იმიტომ რომ ფაქტობრივად ეხლა ჩვენ მოდი ესე ვთქვათ, მაშინ რადგან ამას მეკითხებით,
რაც კი ბოლო წლების ბოლო აი ამ 2 წლის განმავლობაში საქართველოს პრობლემები დაუგროვდა. დაწყებული მოსკოვის მექანიზმით, დაწყებული გაგრძელებული ევროკომისიის უკიდურესად კრიტიკული დასკვნებით გაფართოებასთან დაკავშირებით და აი ხვალაც იქნება კიდე მორიგი შეკრება ამასთან დაკავშირებით. გაგრძელებული იმით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა არის შეწყვეტილი და გაჩერებული. გაგრძელებული იმით, რომ ტაჯიკეთის და ყირგიზეთის გარდა უბრალოდ ეს ადამიანი როგორც ქვეყნის პრემიერი ვერსად ვერ დადის და არავინ ხელს არ არტყავს. ბულგარეთში ჩავა. და იმ ქვეყნებში, რომლებიც განსაზღვრავენ დღეს პოლიტიკას, იმ ქვეყნებში არ ჩადის თორე ესე ჩვენ არც ყირგიზეთის საწინააღმდეგო არაფერი იმ ხალხის და ასე შემდეგ, მაგრამ აქ მთავარი პოლიტიკური ვექტორია, ხო? და არც ჩინეთის მით უფრო განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობის, მაგრამ აქ საქართველოს სტრატეგიული კურსი რა არის? ამაზე მოუწევს მას პასუხის გაცემა. ხო, მაგრამ ახლა წინასწარ უკვე ისიც მისი პასუხები ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო, რომ deep state-ი მართავს რეალურად ევროპულ ბიუროკრატიას და იმედი მაქვს ეყოფა გამბედაობა და აი ამ deep state-ის ზარის ავტორსაც დაასახელებს იქ ერთხელ და სამუდამოდ რომ ბოლო-ბოლო გაგვარკვიოს ვინ არის ეს deep state-ი, ხო? ახლა გასაგებია რომ ჩვენ არ მივცემთ იქ მას იმის საშუალებას რომ თავისი მორიგი ეს მოაწყოს ეს ტყუილების კორიანტელი როგორც ჩვევია ხო ამიტომ რომ არაერთ ტყუილში არის ეს ადამიანი შემჩნეული და კიდევ ვიმეორებ ანუ საკითხების ძირითადი ნაწილი იქნება შიდა პოლიტიკური საკითხები ეკონომიკური და სოციალური საკითხები კიდევ უფრო დიდი ბრიფინგი მოაწყოს და არა 28 ჯერ 120 ჯერ მოუხადოს გადაუხადოს მადლობა ბიძინა ივანიშვილს კი ბატონო მისი გადასად არ მოერიდება თუ დაავალებენ არ მოერიდება ასე რომ ნახოთ მწვავე დებატები იქნება ჩვენ ვისარგებლებთ რეგლამენტით მონიჭებული ყველა უფლებით ეს ეხება როგორც პოლიტიკურ კითხვებს დაზუსტებებს და რა თქმა უნდა მე შემდგომ უკვე პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებას და მისი ანგარიშის პოლიტიკურ შეფასებას. რაც შეეხება 4 ოქტომბრის საქმეს, დღეს თუ არ ვწდები, ბოლო გადაწყვეტილება, ბოლო სასამართლოს ხდომა იქნა გამართული ამ საქმესთან დაკავშირებით და კიდევ 7 პირი გაუშვეს 5 წლით პატიმრობაში. აი არ წდება ფაქტობრივად დავა ამ თემის გარშემო გვესმის ბრალდებებით, რომ ამ ადამიანების პატიმრობაში დამნაშავე არიან ის პირები, ვინც დაინიცირა, დააორგანიზა და მეტი სიცხადე არ შეიტანა 4 ოქტომბრის აქციაში. არის მეორე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ კი არავის ვამონათებთ ახლა და ახლა ვინმესგან პასუხისმგებლობას კი არ ვითხოვთ, არამედ ვამბობთ, რომ თუ არის რაიმე გეგმა ამ ადამიანების ციხიდან დახსნის, იმიტომ რომ ბევრს ვერ გაუგია და ძალიან რთული არის ადეკვატური უწოდო 5 წლიან სასჯელს იმისთვის, რაც რეალურად არც საბუთდება, რომ ეს ადამიანები აპირებდნენ ორგანიზებულად სახელმწიფო მნიშვნელობის დაწესებულების ხელში ჩაგდებას, ხო? და შესაბამისად ამით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა ჰქონდათ. არის კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც მთავრობამ ყველაფერი იცოდა და განგებ შეიყვანა ეს ადამიანები დანაშაულებრივ ქმედებაში. აი ძალიან საინტერესოა, რაც ახლა მოხდა ამ სასამართლო პროცესით, დაწყებული ორგანიზატორების დაკავებით და მათთვის 8 წლიანი პატიმრობის მისჭით, დამთავრებული მონაწილეებისთვის, ზოგისთვის საპროცესოს გაფორმებით, ზოგისთვის 5 წლიანი პატიმრობით. ეს რეალურად ასახავს ბოლომდე იმ სურათს, რაც მოხდა 4 ოქტომბერს. ნახეთ თქვენ რამდენიმე ვერსიაზე ისაუბრეთ და მე თუ ერთი სიტყვით შეიძლება 4 ოქტომბერი შეფასდეს ეს არის სიტყვა პროვოკაცია და თქვენ გახსოვთ არაერთხელ გვისაუბრია რომ რა თქმა უნდა 4 ოქტომბერი იყო და სხვათა შორის ოცნების მიერ დაგეგმილი და ოცნების კაბინეტებში დაგეგმილი პროვოკაცია მინიმუმ ხელშეწყობილი ხო და მინდა გაგახსენოთ 4 ოქტომბრამდე თუ არ ვცდები 1 ოქტომბერი იყო რამდენიმე დღით ადრე გიორგი გახარის ინტერვიუ და უბრალოდ აი თქვენ ამ ინტერვიუს ნაწილს უსმინოთ, როდესაც ისაუბრებს, როდესაც დაგეგმილ მოსალოდნელ შედეგებზე რა შეიძლება მოყვეს აი ამ უპასუხისმგებლო პროვოკაციას. ფაქტობრივად ერთ-ერთში აი სიტყვა სიტყვით 1 ოქტომბერს ან 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე სიტყვა სიტყვით ხსნის რეალურად რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ პროვოკაციას. ან თქვენ აფრთხილებდით ადამიანებს აი ასე პირდაპირი ტექსტით ძალიან მკაფიოდ პირდაპირი ტექსტით შეიძლება მოყოლოდა მათ ქმედებებს და
ყურად არავინ იყო, იქნებ უფრო მეტი ინტენსიობით, იქნებ უფრო მეტად ხმამაღლა იყო საჭირო ასეთი გამაფრთხილებელი განცხადებების გაკეთება. შეიძლება მეტი ყოველთვის ემა, მაგრამ ჩვენ კიდევ ვიმეორებ, მოდი 4 ოქტომბერი რო სრულად გავიაზროთ, დავიწყოთ საერთოდ საიდან დაიწყო ეს? დაიწყო ბოიკოტით. 4 ოქტომბერი ციდან ხო არ ჩამოვარდნილა. 4 ოქტომბერი იყო ბოიკოტის კამპანიის გაგრძელება. ხო ასე, ხო მეთანხმებით, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი თავად თარიღი ხო შემთხვევით ასე იყო საკითხი დასმული, რომ ან მოდიხარ არჩევნებზე, ან მოდიხარ უსტაბაზე, ხო? იმიტომ რომ უცხადე ბოიკოტს, ამით ბოიკოტს ეს თარიღის დაკიდება საკითხთან არჩევნებთან იყო კავშირში. და თქვენ რო ამბობთ, რომ უფრო ხმამაღლა. ჩვენ მიუხედავად იმ წნეხისა, თქვენ გახსოვთ, რა წნეხი იყო და რა ზეწოლა იყო, ჩვენ გლელოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და შევედით არჩევნებში და მაშინაც ვამბობდით, რომ არ შეიძლება არჩევნების გარეშე ხელისუფლების ცვლილების სხვა ალტერნატიული, მით უფრო ესეთი მშვიდობიანი დამხობის გზით წასვლა. ამას ვამბობთ, რთული გადაწყვეტილება იყო, არჩევნების იდეა გადასარჩენი იყო მაშინ. და ჩვენ კარგად გვესმოდა მთელი სიმძაფრე და სიმძიმე იმ გადაწყვეტილების, რაც ჩვენ მივიღეთ, მაგრამ პასუხისმგებლიანო პოლიტიკურმა ძალამ ეს უნდა შეძლოს და ჩვენ ავდექით და წავედით არჩევნებზე. და ამიტომაც არის სწორედ ის, რომ იყვნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც შეიძლება კონკრეტულად ეხა ფლად მშვიდობიანი დამხობისკენ არ მოუწოდებდნენ, მაგრამ მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე. იმიტომ რომ ქვეყნის ბედი იქ არ წყდება, არამედ წყდება რუსთაველზე კონკრეტულ საათზე, 7 საათზე, 8 საათზე და აქ მოდით, იმიტომ რომ მშვიდობიანი დამხობაა დაანონსებული. რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ამას აკეთებდა, დღეს რო ამბობენ, რომ ჩვენ ორგანიზატორები არ ყოფილო ვართ. ცოტა შორის ამის პროგნოზიც აკეთებდა გიორგი გახარია. აი თუ ნახავთ 1 ოქტომბრის ინტერვიუს, იქ ამბობდა პირდაპირ, რომ აი ნახავთ თქვენ რო გავა ერთი თვევა და დაიწყებენ 1000 მიზეზების მოგონებას, რომ ჩვენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობაო და ზუსტად ერთ-ერთი ამას უყურებთ დღეს. ჩვენ მათი პასუხისმგებლობა რამაში კი გჭირდება, ემად ან მათი ბოდიში, ვინმეს რამაში კი არ ჭირდება. ეს მათ ჭირდებათ თავად და ქართულ პოლიტიკურ პროცესს ჭირდება და ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს რა მოხდა. გახსოვთ ჩვენ ეს რამეს ვამბობდით, რომ ეს პოლიტიკური ფურცელი ვერ გადაიფურცლება ისე, სანამ დამნაშავე არ დაერქმევა და შეცდომაში შეყვანილი არა, ანუ შეცდომა არ დაერქმევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ეს ხალხი ყველა ვის დაპატიმრებაზეც თქვენ საუბრობთ, არის აი ამ პროვოკაციის მსხვერპლი რეალურად. და მათი დღეს თავისუფლებაზე ყოფნა არის მნიშვნელოვანი. და ყველამ უნდა მოუწოდოთ მათ, რომ უნდა საპროცესო რაც თვითონ გადაწყვეტენ. ეს ხალხი გარეთ უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. კი ბატონო, ორგანიზატორებზე არ საუბრობთ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეს არ იყო ის მოვლენა, რამაც გააძლიერა ოპოზიცია, რამაც გააძლიერა მშვიდობიანი პროტესტი. პირიქით მოხდა. და ესეც იყო ნაწილასწარმეტყველები ჩვენს მიერ და გიორგი გახარიას მიერ. ამბობდა ის, რომ თუ ვინმეს დისკრედიტაცია მოხდება 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციით, ეს იქნება პირველ რიგში მშვიდობიანი პროტესტი. ხო, მაგრამ პირველ რიგში ამ დაპატიმრებულმა და 5 წლით ციხეში გაშვებულმა ადამიანებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ, როგორც თქვენ ამბობთ, აი ამ პროვოკაციის შესახებ, ანუ შიდა ინსაიდერული ინფორმაცია სჭირდებათ იმისათვის, რომ დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად რაღაცა წინასწარი შეთქმულების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ხო, რომ წავიდნენ თუნდაც ისეთ მორალურ დათმობაზე, ხო, როგორიც არის საპროცესო შეთანხმება. კი არ გონიათ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ვერაფრით გაუგიათ, რატომ უნდა აღიარონ ის, რაც არ გაუკეთებიათ. ხო, და ამაშია სწორედ პოლიტიკოსის ვინ უნდა შეიტანოს მეტი სიცხადე ამ პროცესში და ამით დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვინც დღეს, მოდი ასე ვთქვათ, უდანაშაულოდ ზის ციხეში. ემა პოლიტიკოსებმა, რომლებიც იყვნენ ორგანიზატორები ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციის, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც. ეხლა ვიღაცა ნაწილობრივ იყო ორგანიზატორი, ვიღაცა პირდაპირ იყო და ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. კიდევ ვიმეორებ, ამ პოლიტიკოსებმა თუ შეცდნენ, ესეც უნდა თქვან, რომ შეცდნენ. არ არის ამაში არაფერი პრობლემა. პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს შეცდომის აღიარება, თუ საჭიროა. თუ საჭიროა ბოდიშის მოხდა. თუ საჭიროა ახსნა. ამ ადამიანების გადარჩენა, ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობა ვის აქვს? სწორედაც იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც კიდევ ვიმეორებ, შეცდომით თუ ნებით თუ უნებურად, თუ სასარგებლო იდიოტის როლში აღმოჩნდნენ ამის ორგანიზატორები. იმიტომ რომ პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, იმის ლიდერია, რომელსაც ხალხი მიყვება. და შენ, როდესაც იმდენი არ გესმის, რომ შენ სიტყვას ფასი აქვს და შენს დაძახებულზე ხალხი შეიძლება მოვიდეს და ეს ხალხი შემდეგ შეიძლება პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდეს და ამას თუ ასე ვთქვათ ვერ იაზრებ,
და ამის ვერც პრევენციას აკეთებდა, მით უფრო მე მომხდარის შემდეგ არ შეგიძლია ამის აღიარება და ამ ჩიხიდან ამ ადამიანების გამოყვანა, მაშინ რაღა პოლიტიკოსი ხარ. როგორ შეიძლება ამ ხელა შეცდომის თუ დანაშაულის კიდევ უმეორებ და ეს დადგინდება მოვა ამის დროც და შენ კიდევ ერთხელ გენდოს ხალხი. ანუ ხალხის ნდობა ხომ შენს კონკრეტულ საქციელზე არის ამოკიდებული და შენი კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარეობს, ხო? და ეხლა იმის მერე რაც მოხდა ეხლა 4 ოქტომბერს კიდევ იმეორებ საერთოდ რა ნდობაზეა საუბარი. ეს ადამიანები ერთმანეთს ასწრებდნენ იმავე საღამოს, გაიხსენეთ, იმავე საღამოს ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინცაც დამალული იყო და ასე ვთქვათ, უარყოფა მოეხდინა იმისა, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ჩვენაც ორგანიზატორები ვართ და არც მონაწილეები. ბოიკოტის თემას გავაგრძელებ, იგივე სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმ პერიოდში გამოკვეთილად ცალსახად ბოიკოტის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მის გამოსვლებში სულ უფრო მეტად ვწმუნდებით, რომ ის მომხრია ოპოზიციის მონაწილეობისა არჩევნებში, სხვა შორის ის ამბობს, რომ არჩევნებში მოგების შანსი არსებობს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ქართული ოცნება არაფრის დათმობას არ აპირებს. შესაბამისად საუბრობს იმ ფორმულაზე, რამაც შეიძლება ოპოზიციის გამარჯვების შანსები გაზარდოს. საუბარია ერთიან სიაზე, სადაც იქნებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის პატიმრობაში მყოფი პირებიც. რეალურად ხომ უნდა არსებობდეს კარგად გააზრებული გამარჯვების ფორმულა. შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტიც ასეთი ფორმულის. აი, რას ფიქრობთ სალომე ზურაბიშვილის აი ბოლოდროინდელ პოზიციაზე? ნახეთ, მე იმიტომ საუბრობდი თანმიმდევრულობაზე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პოლიტიკაში და ჩვენთვის უბრალოდ წითელი ხაზი გახდა ეს მიმართულება. კიდევ მეორე, ხალხი, ადამიანები და პოლიტიკოსები, ვისაც თავად მიუძღვის წვლილი იმ ყველაფერში, რაც მოხდა 4 ოქტომბერს. ამ ხალხთან ჩვენ, რა თქმა უნდა, საქმეს არ დავიჭერთ არასდროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ხო, მაგრამ მაშინ უნდა გამოკვეთოთ და ასახელოთ, ვის გულისხმობთ 4 ოქტომბრის საქმეში პასუხისმგებელ პირებს, ვისთანაც საქმეს არასდროს არ დაიჭერთ. გემოვნებ, ყველას პასუხისმგებლობაა. აქ ჩვენ იმ დეტალებში ხარ შევალთ, ხო, ვინ მოუწოდებდა, ვინ აორგანიზებდა. არა, წითელი ხაზის მიღმა მიიჩნევთ. ალბათონი სალომე ზურაბიშვილი თავად, ხო, იმ დღეს არსებობს მისი პირდაპირი საჯარო მოწოდება, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე. ხო იყო ეს მოწოდება. ხო, უბრალოდ თქვენ ამაზე ახსნაგან ანუ ასეთი პირდაპირი ტექსტი არ ყოფილა, მაგრამ ის ამბობდა, რომ აი ამ რაღაცა მასკარადში თუ არ ვწდები. ეს იყო პირდაპირი მოწოდება. ეს იყო პირდაპირი მოწოდება, არ წახვიდეთ, მოდით რუსთაველს. არ წახვიდეთ არჩევნებზე, მოდით რუსთაველს. და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იმდენად დიდი, როგორ გითხრათ, შეცდომა იყო თუ არა დანაშაული, მინიმუმ შეცდომა, ხო? ნუ ამის ავტორებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მივდივართ არჩევნების გზით, რაც არ უნდა რთული იყოს ვითარება, ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ ჯერ კიდე 25-ის მუნიციპალურ არჩევნებზე, მიუხედავად იმ სიმძიმისა და ტვირთისა, იმიტომ რომ ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ზოგადად არჩევნების იდეის გადარჩენა და გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, ამას არ უნდა ნოქთ პირიქით. აი დღეს რაც უფრო მეტად გადის დრო, მით უფრო წმუნდებით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არჩევნებში შესulis მიუხედავად მძიმე პირობებისა იყო ერთადერთი სწორი და პოლიტიკურად პასუხისმგებლობის მქონე ძალის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით თქვენი ეს პოზიცია წითელი ხაზების გავლებისა ბევრჯერ მომისმენია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ასეთი მკვეთრი დამოკიდებულება მის მიმართ თქვენ არასდროს გქონიათ. პერსონალურად არ მithქვამს, ნახეთ, მე ამ შემთხვევაში მით უფრო ეხლა რაც არ უნდა სიაზე არ გეკითხებ, მე გეკითხებით პოლიტიკურ პარტნიორობაზე. ანუ შეგიძლიათ დღეს თუ არა თქვათ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილთან რაიმე პოლიტიკური პარტნიორობა თქვენგან გამორიცხულია. წითელი ხაზი გაქვთ? გამორიცხულია კი ბატონო. ახლა ნუ აბა რა ერთიან სიაზე ხა. ამ ერთიან სიაში რა ვინ ნაციონალ-ნაცების გვერდით უნდა მოხდეს ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი, აი როგორ წარმოვიდგენი, ან თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ. ხო? ეხლა იქ რაც არ უნდა
შიგადაში გახალისდეს ესია და გაკეთილშობილდეს საზოგადოებისთვის მისაღები და ცნობილი სახეებით, ეხლა იქ სადაც ნაცები იქნებიან, ჩვენ არაფერი გვესაქმება. ეს ყველამ კარგად იცის და ყველამ კარგად გაიგოს ეს. ნანუკა ჟორჟოლიანიც რომ გახდეს არა მხოლოდ ლიდერი ამ პარტიის, არამედ თავმჯდომარეც, ეს თქვენს დამოკიდებულებას მათ მიმართ არ შეცვლის. ხო, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინც არ უნდა იყოს ნანუკა ჟორჟოლიანი გახდება თავმჯდომარე სულ სხვა გეგმები აქვს, ესენი ამბობენ რომ ძალიან ცოტა დრო დაჭირდებათ იმისათვის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელი და ფორმა დაიბრუნონ. მათი ნება, მათი გადასაწყვეტია და ყველა საკუთარი შედეგებით აგებს პასუხს, ხო? ნუ მე ამაზე ვსაუბრობ, რომ ის შედეგი, რაც დადგა და ის მნიშვნელოვანი შედეგი ჯერ ამაზე არ აუღიათ პასუხისმგებლობა და ეხლა რა ახალ გეგმებზეა საუბარი. ჩვენი გზა გვაქვს. ეს 4 ოქტომბერი გარდა იმისა, ეს ყველაზე მტკივნეული, რაც არის შედეგი, ეს ხალხია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ყველაზე მეტად გვტკივა. მაგრამ პოლიტიკურ შედეგებზე რატო არ საუბრობთ? ეხლა ეს არჩევნები, რაზეც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, რო ჩატარდება 2028-ში იქნება თუ იქამდე, ნუ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, როცა არ უნდა იყოს. საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ადგილებზე, საკრებულოებში და მერები ვინ დაგხვდება? ოცნების მიერ დანიშნული თუ მოგებული 64-ვე მერი. ეს უკვე რამხელა კარდ ბლანშია, რამხელა უპირატესობა ფაქტობრივად ეს ლანგარზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. როდესაც მართლა იყო შანსი, ახლა ადგილობრივი პრობლემები, უნგრეთის მაგალითიო, მადიარმა როგორ შეძლო ადგილობრივი პრობლემები საწყდება საკრებულოებში წყდება. იქ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, ერთადერთი პლატფორმა, ხო, კი ბატონო, სადაც შევეწყებოდეს და ეს პლატფორმა დათმეს საკუთარი ნებით. თითქოს ამას არანაირი მნიშვნელობა და ძალა არ ქონდეს. და ეს არის კიდევ მეორე, აი ნაჩუქარი, აი როგორ და ეს ვინაჩუქას ის სისულელით? აი ამაზე გვინდა პასუხი რეალურად. შეცდომით, გულუბრყვილობით, გარიგებით, კორუფციით და ასე შემდეგ. ეს კითხვები არსებობს, ეს ლეგიტიმური კითხვებია ეხლა. კეთილი, მადლობა. და ეს მოდი ეს ავტორიტარიზმის დამძიმება, იმიტომ რომ ერთი სიტყვით ახლა ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის ეს დამძიმებული ავტორიტარიზმი და ოცნებას მეტი კი არაფერი საბაბი უნდა ყოველთვის მოინდომებს და ეცდება, რომ უფრო და უფრო მეტი საბაბი ქონდეს ამ ავტორიტარიზმის დამძიმების და წარბსაც არ შეიხრის და დაამძიმებს. თორე ის, რასაც ოცნება აკეთებს, თავისთავად უსამართლოა. რა თქმა უნდა უსამართლოა. მაგრამ კიდევ მეორე ამას მეორე მხარე აქვს. ვინ მიიყვანა აქამდე საქმე? და პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, რომ პასუხისმგებლობის აღება უნდა შეეძლოს. ეს არის და ეს. მადლობა, გიორგი შარაშიძეს, პარტია გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება. მოკლედ კრიტიკა ისმის ოპოზიციის მიმართ, როგორც მესამე, ისე მეხუთე პრეზიდენტისგან, მესამე პრეზიდენტი ზოგადად ოპოზიციასთან ერთად საკუთარ პოლიტიკურ გუნდსაც აკრიტიკებს, თუმცა დღეს დაასახელა ასე ვთქვათ, პირდაპირ თქვა, რომ ბიზნეს პროექტებად იქცა რამდენიმე პარტია, მათ შორის პარტია ახალი, ლელო და მათი მთავარი მიზანი არის არა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, არამედ მისი ელექტორატის ჩამოშლა. რა უპასუხეს ლელოში, მოკლედ ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდათ, სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ოპოზიციაში შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა, ეს უკვე ზოგადი პარტიული განცხადება იყო, თუმცა მანამდე უფრო მწვავე განცხადება თუმცა როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეახსენეს ომის წაგება, ბიძინა ივანიშვილთან წაგება და საკუთარი პარტიის დასუსტებაშიც დაადანაშაულეს. ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი ბოლო, ვინც გამოეხმაურა ამ ბრალდებას მისი მისამართით, მეგობრებო, არავის გვაინტერესებს 6 ხართ თუ 7, თუ 6 ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ, რაში გჭირდებათ ჩარევა, ჩამოსაშლელად, არ დაგეხმარებით გადარჩენაში და არ აყვებით, თავად მოახერხეთ თუ შეგიძლიათ, არა და გადაიტან საქართველოს უთქვენობას. გედევან ფოფხაძე, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო გედი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ როგორაც აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობიდან მათი ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ იყო ყველა. თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ არ ვიყავიო მომხრეო ნაციონალური მოძრაობის ალიანსში შესვლისო, პირიქით წინააღმდეგი ვიყავი, პირდაპირ თქვა. პრეზიდენტი სააკაშვილი კითვლიდა, რომ NM გახდებოდა თავდასხმის ობიექტი. მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა, ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას. მომავალი სავარაუდო თავმჯდომარე, ეს მოქმედი თავმჯდომარე. მომავალი სავარაუდო თავმჯდომარე ამბობს, რომ თავმოყარება რომ მქონდეს ნაციონალურ მოძრაობასო,
დღესვე უნდა დატოვოსო ალიანსიო. სააკაშვილი თვითონ იყო პირველი, ვინც მისი პარტიის ალიანსში ყოფნისას კი ღიად და აშკარად დაუპირისპირდა ალიანსის სხვა წევრებს. იქნებ თქვენ აგვიხსნათ, როგორ მოხდა ნაციონალური მოძრაობა ამ ალიანსში. თუ კი ყველა იყო წინააღმდეგი. ვიცი, მაგრამ მოდით რა ეს არ არის კითხვები ჩემი სამართლით, ეს არის კითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ხვდებით იმას, რომ ქვეყანაში არის არასტანდარტული პოლიტიკური ვითარება, ხო? ეს ხო არ არის სადაო. ხვდებით, რომ იქით არ არის ასე დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც უნდა ედაო კონკრეტულ პოლიტიკურ შეცდომებს. არის პრორუსული რეჟიმი, თავისი ასე ისტორიული დანაშაულით, რომელსაც ჩადის ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ადამიანის უფლებების უცრი დარღვევა, ავტორიტარული მმართველობის სტანდარტის დამკვიდრება, დიქტატურული რეჟიმის გაფორმების და ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარ ხალხთან მიმართებაში მოინდომოს, იქიდან მოდის. ამ მოცემულობაში ადამიანები, რომელსაც გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, ვიღაც არის ლიბერალი და ვიღაც არის კონსერვატორი, თან ხვდებით, რომ მოდი ჩვენი ეს დისკუსი გადავიტანოთ მომავლისთვის, როცა ამას პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. იმიტომ დღეს ზოგად თეორიულია ნებისმიერი პოლიტიკური დავა, გარდა დავა იმის თაობაზე, გვინდა თუ არა ქვეყანა იყოს ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი და არის დაპირისპირება რუსეთის რეჟიმთან. ხო, ახლა როცა 24 წლის აჯანყება მზადდებოდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვინც იძახდა, მე ფედერალისტი ვარ, მე სოციალ-დემოკრატი ვარ და სხვა პარტიის წევრთან მონაწილეობას ამ აჯანყებაში ვერ მივიღებ, იმიტომ რომ ჩემი პარტიული კუთვნილება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, ის ადამიანი არ იყო მართალი, ხო? აი ისტორიის ელემენტარული გამოცდილება ხო უნდა კარნახავდეს იმას, რომ ასეთი ასეთი გამოწვევის წინაშე ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ახლა რა პოლიტიკური წინააღმდეგობები არის ოპოზიციური ველს, ეს უნდა იყოს ოპოზიციური ველის შიდა პოლიტიკური დავისაგან. ეს არ უნდა არ დარჩა ფაქტია. არ დარჩა ეს თემა შიდა პოლიტიკური ეს არის იმის პრობლემა მე ვისაც გარეთ გამოაქვს, ხა მე რატო უნდა ვიკამათო მაგაზე, ხო? მე როცა სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მქონდა და 9 წელი ოპოზიციაში ვიყავი მასთან, მაგრამ დღეს მე თანახმავ ვარ მასთან ერთადაც ვიყო, ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასთან ერთად ვიყო იმისათვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს. ახლა თუ ვიღაცა ამ ფონზე ჩემთან მოვა და დამიწყებს შეურაცხყოფების მოყენებას იმის გამო, რომ მე ადრე ოცნებაში ვიყავ, ახლა ეს არის უბრალოდ არანაირ ერთობას არ მიცემს წინაპირობას, ხო? ახლა იყო ამაზე თქვენს მიმართ, არ ვიცი, მინიშნება პირდაპირ მაგას არ ვაქცე ყურადღებას რა, მიზანმიმართულად არ ვაქცე მაგას ყურადღებას, როცა რუსთაველის გამზირზე ვარ სხვადასხვა პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე ადამიანები ბუნებრივია რომ ვიღაცა რაღაცას გეტყვის. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, მაგრამ იქ დისკუსია ერთია, მეორე არის საჯარო პოლიტიკური დისკუსია, ხო? ახლა ჩვენ მე არ მახსენდება და იქნებ შემახსენო, შეიძლება გამოვიდეთ საჯაროდ ეს ვინმე თან ალიანსელმა შეგახსენათ, რომ აი საჯაროდ არაფერი მაგის მსგავსი არ არის, მე ამას როგორც ერთიანობის პირობას ისევ ამბობ, თორე არაფერი მსგავსი, ესე თქვა წინააღმდეგობა, მე მაგ კუთხით ნამდვილად არანაირი დისკომფორტი არ მაქვს. პირიქით ერთი თვე შიმშილობდი რუსთაველის გამზირზე და ჩემთვის ყველა პოლიტპატიმარი ერთნაირი პოლიტპატიმარი, ყველა პოლიტიკურ ნიშნში დაჭერილ ადამიანის გათავისუფლებას ვითხოვდი, ახალ სამართლიან არჩევნებს, რამაც უნდა იქცეს წინაპირობად აი ამ რეჟიმის დასრულების და მე მგონია უბრალოდ, რომ იმ ახალ ბრძოლაში, რომელიც შედგება უახლოეს მომავალში, პოლიტიკურ ოპოზიციას აქვს პირდაპირ ვალდებულება იყოს ერთიანი. მე ასე მიმაჩნია, ამიტომ თუ ვინმე დაიწყებს ვიღაცის მიმართ ნეგატიურ შეფასებებს, ახლა ჩვენ ხო გვესმის აი ამ სტუდიაში ახლა სხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი რო იჯდეს, ახლა თქვენ ყავდათ გახარეს წარმომადგენელი, ხო? ჩვენ ერთად დავიყავით სტუდიაში, ჩვენ შეიძლება გვეკამათა ან არსებით თემებზე, ან გადასულიყავით პიროვნებებზე, ხო? ჯობია არსებით თემებზე ვიკამათოთ პოლიტიკაში, ვიდრე დავიწყოთ იმის ლაპარაკი, ვინ ვისი პროექტია და ვის უკან ვინ დგას, იმიტომ რომ ამისთვის ვერ დაამთავრებ ემარა, იმიტომ რომ ყველას მით უმეტეს რაც უფრო დიდი პოლიტიკური ბიოგრაფია გაქვს, რაც უფრო მეტი აქტიურობა გამოგიჩენია პოლიტიკაში, მეტი რაღაცა შეიძლება შეგახსენონ ისეთი, რაც შეიძლება დასაძრახი იყოს, იმიტომ რომ პოლიტიკური ცხოვრება რჩება რჩება, მე უბრალოდ არც ალიანსის მესმის, ალიანსის 8 პარტიის და ამ ვითარებაში არც ნაციონალური მოძრაობის, ან ერთი რატომ არ მიდის ალიანსიდან,
ან მეორენი რატომ არ იღებენ უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას, ან უფრო რადიკალური პოზიციით რატომ არ გამოდიან. პირველს ვერ აგიხსნეთ და რის ფონზე და გეტყვით ახლა რა დავასრულებ. აი თქვენ თქვით რომ ხო, არსებით საკითხებზე რაღაცა ცივილური კამათი და ასე შემდეგ. დარჩა კი ამის სივრცე მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ დიდი ალბათობით ნაციონალური მოძრაობის მომავალი თავმჯდომარე, ну, ყოველ შემთხვევაში ლიდერი მაინც ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან თანასწორი უფლებების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმა უნდა კონდეს თანასწორ პარტიებს და ის, ვისაც არც არჩევნებში მიუღია მონაწილეობა, არც მათი რეიტინგი იზომება, რატომ უნდა იღებდეს პარიტეტულ საფუძვლებზე გადაწყვეტილებას ისეთ მსხვილ პარტიასთან, როგორც ნაციონალური მოძრაობა. და მიხეილ სააკაშვილი კიდე ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმებს, რომ ჯერჯერობით არა, რანაირად უნდა დაამარცხო დიქტატურა, როცა პარტიები თავს იმით იწონებენ, რომ დიქტატურამ მათ უფრო მეტი პროცენტი დაუწერა, ვიდრე კონკრეტულ ოპოზიციას გაყალბებულ არჩევნებში. ანუ აი ასეთი ტიპის კრიტიკა ისმის და დამოკიდებულება. რჩება ამ ვითარებაში სივრცე რაღაცა ისეთი თანასწორი პარტნიორული ცივილური ურთიერთობებისთვის. შევეცადოთ მაგ საკითხს გავცეთ პასუხი. ემა მე მიმაჩნია რომ ეს სივრცე ჩვენზეა დამოკიდებული. ხა თუ პიროვნულ შეურაცხყოფებზე გადმოვა მხარე მაგ სიტუაციაში ვინც არ უნდა იყოს, ხო? ასეთი სივრცის ადგილი უკვე აღარ იქნება, მაგრამ თუ კონცეპტუალურად აინტერესებს ვინმეს ალიანსი რატოა საჭირო, ალიანსი იმიტოა საჭირო, რომ ზოგადად ერთად ბრძოლა ასეთ ვითარებაში არის შენი ისტორიული ვალდებულება. ეს არის ძალიან მარტივი რაღაცა ახლა. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ცალ-ცალკე უფრო შევძლებთ საზოგადოების კონცენტრაციას ამ ბრძოლაში, ვიდრე ერთად, აი ძალიან არაადეკვატურია რა, იმიტომ რომ ერთად ეს ალიანსი მსხვილ პარტიებს არ სჭირდება, სჭირდება იმ პარტიებს, რომლებმაც საკუთარი რეიტინგი არ იციან, იმიტომ რომ არჩევნებში არც კი შესულა. Ну, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ფედერალისტები. სიტყვაზე, ხო. სიტყვაზე. Ну, და რა მერე? ემა, საუბარი არის იმაზე, რომ უნდა შეიქმნეს გარკვეული პოლიტიკური სივრცე, სადაც ყველა მივა, სადაც იქნება ერთობის შექმნის შესაძლებლობა და ამ ერთობით დაუპირისპირდები იმას, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი, რაც უნდა შეიცვალოს, ხო? ახლა გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველა როცა საუბრობთ არსებულ დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, ფაქტობრივად ერთ-იგივე რაღაცებს ვლაპარაკობთ. და არგუმენტები ხშირ შემთხვევაში ერთ-იგივე გვაქვს, ამიტომ რომ არის პოლიტპატიმრები, არის ცუდი სასამართლო, არის ადამიანის უფლებების დარღვევა, არის პოლიცია, რომელიც არის მოძალადე და ზონდერ პოლიცია ყავს, ეს არის რეალობა უკვე და ვიდეო კადრებიც არის დამასწორებელი იყო ქიმიური იარაღი, რომელიც გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ. ამაზე ხო ყველა საუბრობთ. აი ამისი ლოგიკური დასკვნა რა უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ხელისუფლება, რომელიც ამის წყარო არის, აღარ უნდა იყოს, ხო? ეხლა ამის გაკეთება როგორ უფრო შეიძლება ცალ-ცალკე თუ ერთად? ну ამის გაკეთება რომ ერთად უფრო შეიძლება ეს მე მგონი მარტივი ლოგიკაა ხო ეხლა ამ ვითარებაში მე ხელს ვერავის ვერ ვკრავ და ვერავისზე ვერ ვიტყვი რომ იმას არ აქვს უფლება თავის სამშობლოსთვის იბრძოლოს ყველას აქვს ამის უფლება ეხლა ჩვენ ის კოალიცია რომელიც დაფუძნდა არჩევნებზე ვინც ერთად გავედით ხო იქ განსხვავებული შეხედულების ხალხი ვართ ეხლა ზურა ჯაფარიძე არის ლიბერალური შეხედულებების ადამიანი მე ვარ კონსერვატიული შეხედულებების ადამიანი ვართ ერთ ალიანსში წესით არ უნდა ვიყოთ მაგრამ მე როცა ოპოზიციაში ვიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან რესპუბლიკელები და კონსერვატორები ერთად რო იყვნენ მე მაგრამ ზურაბ ჯაფარიძეს ალბათ არ ქონდა ალიანსში გაწევრიანებამდე ასეთი როცა ვნებათა ღელვა საკუთარ თავთან ბრძოლა იმიტომ ნაციონალურ მოძრაობა ამბობს რომ არავინ არ ვიყავითო მომხრე ამ ალიანსში გაწევრიანების ეს ხო მათი ის არის დღესასწაული მათი პარტიული დღესასწაული რომელშიც მე არ ჩავერები და არ მაინტერესებს მე რატო გეუბნები ანუ ალიანსში რომ აი ესენი ბჭობდნენ იყო სხვადასხვაობა მე ამ შემთხვევაში პრინციპულად არ მიმაჩნია სწორედ რომ ნაციონალურ მოძრაობის შიდა სამზარეულოზე ვისაუბრო რა ახლა მე გეუბნებით რომ კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმის ინფორმაცია გაქვთ რაღაცა ინფორმაცია მაქვს მაგრამ ისეთი არაფერი რაც საჯარო საუბრის საჭიროებას აჩენდეს ესე იგი კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი გაცილებით უფრო კონცეპტუალური წინააღმდეგობაა ვიდრე ის
თქვათ მაგიდასთან სხდომი პარტიები რა პრინციპით იღებენ გადაწყვეტილებებს. თანაბარი პრინციპით თუ ვისაც მეტი ისა ახმები აღებული ბორდო არჩევნებზე მას მეტი სიტყვა ეთქმის. ეს არ არის ისეთი მნიშვნელობა როგორც კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი რა. თუ კონცეპტუალური შეხედულებები შეიძლება გვერდზე გადაიდოს და ადამიანები ერთად დავსვათ ვისაც არ აგვაქვს საერთო ხედვა თქვათ ეკონომიკაზე ან პირობითად ნარკოპოლიტიკაზე ხო და ვამბობთ რომ საქართველოს მომავალს სჭირდება ერთად ყოფნა. მაშინ ახლა რგვალმაგიდასთან თუ ფედერალისტებს და მე ერთი ხმა გვაქვს და მე ამ შემთხვევაში საერთოდ არ მიმაჩნია რომ ხმა უნდა იწონოს იქ იმის და მიხედვით ვინ თქვა რაც არის სწორი ის უნდა გაკეთდეს. ერთიანობა დღეს არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ცალკეული პოლიტიკური სუბიექტის პარტიულობა. მე მაქსიმალურად ვცდილობ პარტიული იდენტობა არ იქცეს ჩემი ურთიერთობის კრიტერიუმად საზოგადოებასთან. არ ვუსვამ ხალხს იმას, რომელ პარტიას წარმოადგენთ. მესმის, მაგრამ დაპირისპირების საგანი ძალიან ჩვენ არავის არ უპირისპირდებით. ანუ მიხეილ სააკაშვილი იმეორებს საკუთარ ბრალდებებს, მათ შორის თქვენი თანაკოალიციელების მისამართი და ამბობს, რომ ეს არის ბიზნეს პროექტი გილაურების, რომელიც დააფინანსა ბიზნესა ივანიშვილმა. ხო, ორბანალის ტრიქონრომიდე და ხა წავიკითხე, მე არ ვიცოდი მაგრამ თუ მას რომელიც ბიზნესა ივანიშვილმა დააფინანსა ჩემს წინააღმდეგ. აი როგორ წარმოგიდგენიათ, ეხა ეს ადამიანი და მისი პარტია დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს ყველაფერი გვერდზე გადადონ და შეეცადონ კონსერვატორები და რაღაცა ლიბერალები შეთანხმდნენ საერთო ხედვაზე. ასე უნდა ვთქვათ ამ სიტუაციაში რა. თუ ეს გუშინ გაიგო ჩვენ ბიზნეს პროექტი ვარ, როცა გაიგო, მაშინ მოახდინა ამაზე რეაგირება რა. და ახლა მე შეიძლება მტკიცებულებები მოვითხოვო ის რომ დაასაბუთო ეს მე არ მაინტერესებს რა. აი ნამდვილად მგონია რომ ამ ვითარებაში ყველაზე სწორი საქართველოსთვის იყო ის რომ ეს დისკუსიები დაგვემთავრებინა, არავის ერთმანეთთან არანაირი პრეტენზიები არ ქონოდა და საქართველოს სიყვარულით გავერთიანებულიყავით რა. არც იმას ფედერალისტებს მოეთხოვებათ სააკაშვილის სიყვარული, არც სააკაშვილის მოეთხოვება. არა, ნუ ვისაც გამოგვივა ისინი ვიქნებით ერთად ახლა თუ ვინმეს მიაჩნია რომ მისი ნუ ვისაც მიაჩნია რომ მისი პარტიული დღესასრიგი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საქართველოს ახლა მე იმ ადამიანების აზრის შეცვლა ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ მგონია რომ ესა იმდენად ცხადია და იმდენად ზედაპირზე რომ ამაზე კამათი საერთოდ არ უნდა იყოს რა. ახლა მე ბევრი რაღაცა დღეს დავიწყებული მაქვს, ხაზი მაქვს გადასმული, იმიტომ რომ მგონია რომ საქართველოს ეს ასე ჭირდება და ახლა რაღაცის გახსენება ყველას შეიძლება ვიღაცასთან მიმართებაში ქონდეს ხო? ამას ნაციონალურ მოძრაობასთან ნაციონალური მოძრაობის მისამართით ამბობთ ამ ყველაფერს ხო? ხო და მე მგონია რომ თუ ჩვენ დღის წესრიგიდან ბევრ რაღაცას ხსნით და ვამბობთ რომ მოდი მივაღწიოთ ქვეყნის ევროპული არჩევანი დავიცვათ და მივაღწიოთ იმას რომ ჩარტარდეს სამართლიანი არჩევნები სადაც ხალხი დაიბრუნოს სამშობლოს და თავის ქვეყანაში პერსონალურად თქვენ ინტერესში არის ის რომ ქვეყანა იყოს ცივილიზებული განვითარების მიმართულებით რომ თქვენ როგორც ჟურნალისტ გქონდეთ საშუალება ხელისუფლების წარმომადგენელი დასვათ ოპოზიციის წარმომადგენელთან მათი ჯანსაღი ჯანმრთელი კამათი დაანახოთ საზოგადოებას და ამ ვითარებაში ხალხს აუხსნათ პოლიტიკური რეალობა როგორია დღეს ამ ქვეყანაში არათუ ეს ფორმატი არ არის შესაძლებელი აი საერთოდ რაღაცა ჭორაობაზე გადავედეთ ისეთ რაღაცებს ხდით პოლიტიკური დღესასრიგის მაჩვენებლად რაც საერთოდ არ უნდა იყოს მჯერობისაგან ხო საქმე აქამდე ანუ აი მე მგონია რომ სად გაგეკცათ ხელიდან პროცესი ყველას მე ამას სულ ყველა ეთერში ვსაუბრობ ყოველთვის ამაზე ვლაპარაკობ ახლა ვისაც მიაჩნია რომ თავისი კერძო უნდა დააყენოს საჯაროზე წინ მე იმ ადამიანს ამას ვერ წაუგზავნა და ვერც აუხსნე რომ ეს არ არის გასაკეთებელი რა ეს ნებისმიერი ადამიანის ხვედან იქნება შეცდომა ამას ვამბობ სინანულით ნიშნის მოგებით არ ვამბობ იმიტომ რომ მგონია რომ ეხლა ერთიანობა იყო ამ ქვეყნისთვის საჭირო და მე ის კი არ მაინტერესებს რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს მინდა რომ საქართველოს ამ ვითარებაში გამოვიდეს გამარჯვებული და ჩვენ ისტორიული გლობალური პროცესი ისე მიდის რომ ამ შანსს ჩვენ რეალურად გვაძლევს ეს ისტორიული პროცესი და ესაა გამოსაყენებელი რაც უფრო მეტად ვიქნებით ჩვენ ორიენტირებული იმაზე რაც ერთიანობის წინაპირობაა და რაც მეტად დავივიწყებთ იმას რაც წინააღმდეგობის საგანია მით უფრო მივახლოვდებით საქართველოს გამარჯვებასთან ჩვენ გამარჯვებასთან კი არა საქართველოს გამარჯვებასთან თქვენს გარდა ერთიანობაზე ძალიან აქტიურად და მაღალი ინტენსივობით საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. მოდ რჩება შთაბეჭდილება რომ თქვენ სხვა ერთიანობაზე საუბრობთ ის სხვა ერთიანობას თუ ვწდები
მაშინ აქვე რაღაცა დაზუსტებასაც საჭიროებს ეს საკითხი. არა, მე რაზეც საუბრობ, ეს არის ერთიანობა იდეის დონეზე და მე არ ვიცი ხალბატონ სალომეს შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურაც ალაპარაკებს, მაგრამ ზოგადად იდეის დონეზე მე მგონი ესეთი არსებითი წინააღმდეგობა ჩვენ საუბარში არ არის. რას გულისხმობთ კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურაში? არც ნებისმიერ იმ პროცესში, როცა ერთიანობა ფიქსირდება, ხალბატონ სალომე ამ ერთიანობას უცხადებს სოლიდარობას. ახლა მე შესაბამისად ვერ ხედავ იმის წინაპირობას, რომ თქვა, რომ ხალბატონ სალომეს ერთიანობა პირობით, რაღაცა პირობით აინტერესებს. მას აინტერესებს ერთიანობა და ერთიანობა სწორედ მაშინ არის ღირებული, როცა ის არის უპირობა. ხო, თუ პირობები გაჩნდეს, უკვე ერთიანობა არ არის. ერთიანობა მინუს 1 2 3 4 და უკვე რომ ლაპარაკობთ, რომ ერთიანობაზე თანახმავართ, მაგრამ ის ამაში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას, ავტომატურად ეს უკვე არ არის ერთიანობა, ეს უკვე არის პოლიტიკური კონიუნქტურა რა. მე მგონია, რომ ხალბატონ სალომეს ისევე ესმის ერთიანობის საჭიროება, როგორც თუნდაც მე, ამიტომ მე ესეთ საჯარო დისკუსიაში ნამდვილად მასთან არ შევალ, იმიტომ რომ მგონია, რომ იდეის დონეზე ერთნაირად გვესმის ეს და ხა თუ პოლიტიკური სპექტრი ვერ მიხვდება იმას, რომ ერთიანობა დღეს არის ქართველი ხალხის შეკვეთა, პირდაპირ შეკვეთა, ხო? აი ეს რა თქმა უნდა ხალხის მხრიდან მე რაღაცა პოლიტიკურ პრეტენზიებში აისახება და იქნება ბუნებრივი და სამართლიანი. მგონია, რომ 26 მაისის ხალხმრავალი აქცია ცოტა ხნის წინ განაპირობა პოლიტიკური ერთიანობის იდეის გათავისებამ პოლიტიკური სპექტრის მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც და ახლა თუ ჩვენ ისე პარტიულ ინტერესებს დავანახებთ ვიღაცას და ანუ როდესაც ერთიან სიაზე საუბრობს, ამაში იკვეთება სალომე ზურაბიშვილის ერთგვარი პოლიტიკური კონიუნქტურა, რაღაცა არა, მე მგონია, რომ ეხლა იმდენად ნაადრევია მაგაზე საუბარი, რომ წინასწარ მე არ გავუსწრებ მაგ მოვლენებს რა ხა მე მესმის რომ ხალბატონ სალომეს მაშინ მქონდა ინიციატივა ლელოს და გახარეს პარტიების გაერთიანებას ეს იყო სწორი ინიციატივა რა მიუხედავად იმისა რომ მე მაგ სუბიექტებთან ამფერ შეხება არ მქონდა ოპოზიციურ ველზე გამსხვილება პოლიტიკური სივრცის რა თქმა უნდა სწორი იყო მას შემდეგ იმდენმა წყალმა ჩაიარა რომ აი ახლა ცოტა ხნის წინ გახარიას პარტიამ წითელი ხაზი სალომე ზურაბიშვილთანაც გაავლო რაიმე ასე ვთქვათ პოლიტიკური თანამშრომლობისა ხო აი მაგაშია ზუსტად საუბარი მე ხაზგასმით გეუბნებით რომ წითელი ხაზები არის ის რაც მოდის იქითა ბანაკის ინტერესებიდან რა მისთვისაა საინტერესო თუ შენ გინდა დიქტატურა შეცვალო დემოკრატიით უნდა სახალხო ეროვნულ ერთიანობაზე გახვიდე სახალხო ეროვნული ერთიანობა მოიცავს იმას რომ შენ მოგწონს თუ არ მოგწონს გადაწყვეტილება ხალხს უნდა მიაღებინებინო როგორც რეფერენდუმზე და არა როგორც პოლიტიკური კონკურენციის რეჟიმში. ძალიან ნაადრევია თქვენ თქვით ამაზე საუბარი რაღაც ერთიან სიაზე, მაგრამ აი როგორც წარმოგიდგენიათ, რამდენად შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაძრას და ამჯერად რაღაც კონფიგურაცია მისცეს ამ პროცესს. არ ვიცი ხა ძნელი სათქმელია წინასწარ ხა პერსონალიების ხა მე ხალხს ძალიან დიპატივს და ყოველთვის ხაზგასმით საუბრობ მაგაზე რომ ეს ადამიანი ჩემთვის საპატივცემულოა მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურა სწორედ იმას ითვალისწინებს რომ ეს უნდა იყოს რაღაცა საერთო შეთანხმების ნაწილი რა ბევრი ამბობს რომ ერთი პიროვნება უნდა იყოს გამოკვეთილი ვინც ამ პროცესს წარმართავს მე კიდე მგონია რომ ბევრი ლიდერის პერიოდი მოვიდა ქართულ პოლიტიკაში და აი მრგვალი მაგიდის პრინციპი პოლიტიკაში სწორედ უნდა ნიშნავდეს იმას კი მრგვალი მაგიდაში მეფე არტური იყო რომელიც ამ მრგვალი მაგიდას ხელმძღვანელობდა მაგრამ უნდა ნიშნავდეს იმას რომ იქ სწორედ თუ ვიღაცას უძახი ჩვენ მრგვალი მაგიდაც გვახსოვს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ მრგვალმა მაგიდამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ასე რომ ახლა მე არ ვიცი იმედია ნეგატიურ კონტექსტში არ გავიხსენებთ მაგ არჩევნებს როცა მრგვალმა მაგიდამ დაამარცხა არჩევნების გზით კომუნისტური პარტია და ჩაატარა რეფერენდუმი ვის უნდოდა საქართველოს დამოუკიდებლობა ეს რეფერენდუმი ორჯერ ჩაატარა ერთხელ არჩევნების დროს და მეორე 31 მარტს და მე მგონია რომ თუ ჩვენ მრგვალი მაგიდის პოლიტიკური მრგვალი მაგიდის გარშემო უძახით პოლიტიკურ პარტნიორებს ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ მათ იქნებათ თანაბარი ხმა იქ უკვე წონადობაზე აღარ უნდა იყოს საუბარი ამიტომ ხალბატონი სალომე იქნება იქ ბატონი მიხეილ სააკაშვილი იქნება ნებისმიერი პოლიტიკოსი რომელსაც უნდა რომ დღეს რეჟიმი შეიცვალოს და საქართველოს დადგეს ახალი რეალობის წინაშე იმ პოლიტიკური მრგვალი მაგიდის გარშემო ყველა უნდა მივიღოთ
ის რომ ადამიანებს ექნებათ თანაბარი მოცემულობა და იმ პოლიტიკურმა მრგვალმა მაგიდან უნდა შეასრულოს ერთიანი შეკვეთა ქართველი ხალხის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესები. აი ეს უნდა იყოს ძალიან საგრძნობი, ზედაპირული და რაც უფრო გაქრება ჩვენი ლექსიკიდან ერთმანეთის საწინააღმდეგო თუნდაც რეპლიკები, ეს იქნება უკეთესი. ხა მე ძალიან კარგად მისმის თქვენ პირდაპირ კითხვებს მისვამთ და პირდაპირ პასუხს ელოდებით, მაგრამ მე პირდაპირ პასუხს იმიტომ კი არ გაძლევ, რომ ან არ შემიძლია, ან ჩემი აზრი არა მაქვს საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ მე გონია რომ მე არ მინდა ჩემი პირდაპირ პასუხით ზიანი მივაყენო პროცესს, რომელიც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი გულწრფელობა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, თორე პოლიტიკაში ხარ უნდა იყოს გულწრფელი, ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება პოლიტიკოსის, მაგრამ ჩათვალე ესეც გულწრფელობა რაც გეუბნები. თუმცა არის საკითხები, რომელიც გულწრფელობის უფრო მაღალ ხარისხს მოითხოვს, აი ამ თემას შევეხები და შემდეგ დავამთავრებ თქვენთან საუბარს, ან არ წყდება აი ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ ურთიერთბრალდებები 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, რადგან თქვენ ერთ კოალიციას წარმოადგენთ, გვარამიას კიდევ ერთ პოსტთან დაკავშირებით კითხავთ, ის ამბობს, რომ აი დღეს კიდევ 8 მონაწილეს მიუსაჯეს 5 წელი, ამბობს, რომ ყველა ორგანიზებისთვის და დაპატიმრებულს გულწრფელად ვურჩევ, ნუ დააბრალებენ საკუთარ თავს ვინმეს ციხეში შესვლას, რადგან დასული ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს, როგორ მოიქცნენ. და ყველა ჰიპერდამუნათებელს დღემდე რომ ბედავს ზოგიერთი იგივეს მოვუწოდებ სერიოზულობა და პასუხისმგებლობა მოიკრიბო და ამ ხალხის გათავისუფლების პროცესს სათავეში ჩაუდგნენ. ჩვენ არ დაგამუნათებთ, გამოყვებით ბრძოლაში რიგითებად გპირდებით. ხა პირველ რიგში აი ასეთი გეგმის თუ იდეის თუ აზრის არსებობა იმ ციხეში მყოფ ადამიანებს აინტერესებთ და გარეთ მყოფ მათ მომლოდინე ახლობლებს. რაზე საუბრობს გვარამია? რა გეგმა? რა გათავისუფლების? ახლა მოდი ნიკას პოსტის გაშიფრვას არ დავიწყებ, მე მგონი გასაგებიანი კარაზეც საუბრობს, მე ჩემს გეტყვით ახლა იმ 4 ოქტომბრის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ახლობელი ადამიანები. ახლა პატაბურჭულაძის მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემთვის ერთი გამორჩეული კარგი ქართველია. იქ პროცესის ერთ-ერთი ლიდერი ჩემი მეგობარი მუთაზ ზოდელავა, ჩვენ კურსელები ვართ და მე ნიკა და მუთაზი მთელი სტუდენტობა ერთად გავატარეთ და განსაკუთრებული მეგობრობა გქონდა ყოველთვის. სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებშიც რო ვიყავით, ადამიანური ურთიერთობები გქონდა. ახლა მე პოლიტიკურ ოპოზიციაში ვიყავი და მუთაზი თავარი პროკურორი იყო, რო თქვა, თქვენ დაიჭირო, შეიძლება დავაჭირე კიდეც, მაგრამ ადამიანურად დღეს ჩემთვის ფუნთაზის ციხეში ყოფნა არის პირადი პრობლემა და დარწმუნებული ნიკასთვისაც იგივეა. ამიტომ ახლა აი რა გითხრათ, ახლა 4 ოქტომბერი არის პოლიტიკური ავანტურა, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. იმ პრინციპით, რა პრინციპითაც მათ მიუდგნენ 4 ოქტომბერს, უნდა დაეჭირათ ყველა, ვინც მიტინგზებით ეკით რა, იყო 1000-ობით ადამიანი, 10000-ობით ადამიანი. ძალიან სხვა ხალხი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი. იმ მიტინგმა თქვა, რომ ეს რეჟიმი უნდა დამთავრდეს. მე იქ რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ წარიმართა პროცესები, იმ მაგაზე სიმართლეს ჩვენ გავიგებთ მარტო მაშინ, როცა რეჟიმი აღარ იქნება. იმიტომ რომ მე ჩემი აზრი მაქვს, მე დარწმუნებული ვარ, იქ პროცესი წარმართული იყო რეჟიმის სპეცსამსახურების პროვოკაციები და ბევრი რამე მოხდა ისეთი, რაც სწორედ მათი მხრიდან იყო მართული. ანუ ვინმე შეუგზავნეს? მე მაგაზე არ მინდა სიღრმეებში შევიდე, იმიტომ რომ ბევრი რამე მაგ პროცესთან დაკავშირებით. გარედან როგორ შეიძლება ისე მართო პროცესი? ყველაფერი შეიძლება, ხო, მაგრამ ვისებ საუბრობთ, ხო? საუბრობთ გამოცდილ პოლიტიკოსებზე, საუბრობთ პოლკოვნიკზე, საუბრობთ ყოფილ გენპროკურორზე, ხა თუ ამ ადამიანების მართვა აი ასე მარტივად და გულუბრყვილად შესაძლებელია. მე გეუბნებით პროცესის მართვაზე, რომელიც სპეცსამსახურებისთვის არ არის რაღაცა შეუძლებელი. ხო, მე მიმაჩნია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეები არიან პოლიტპატიმრები, ამ შემთხვევაში ეს უნდა ყველამ გავითავისოთ, რომ ის ხალხი არის ამ ბრძოლის ნაწილი, მათი მისამართად ჩვენ უნდა გქონდეს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. ახლა რაც შეეხება იმას, რომ რეჟიმი არის არალეგიტიმური, ეს მე
ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს და როგორი ფორმითაც არ უნდა დაუპირისპირდნენ არალეგიტიმურ რეჟიმს, მე მაგაში კრიმინალს ვერ დავინახავ, მაგრამ იქ არ იყო არანაირი კრიმინალი რა. აი, როცა ვიღაცა ამბობს, რომ იქ იყო რაღაცა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები, იქ ორგანიზებული მიტინგი არ იყო, სიმართლე რომ გითხრათ რა იყო, საკმაოდ ჩვეულებრივი თავყრილობა, სახალხო შეკრება კონკრეტული პოლიტიკური განცხადებით. ახლა მე ამ ვითარებაში აი ხელისუფლების ინტერესს რომ ეს ყველაფერი ამის კრიმინალიზაცია მოეხდინათ და 4 ოქტომბერის ტოქსიკურობა შეექმნათ, მე ძალიან კარგად მესმის მათი ამოცანა არის ოპოზიციის კრიმინალიზაცია სრულად. ეს არის მათი ამოცანა. მათ უნდა რომ არ უნდა მისცეს ხოლმე ამის მე მესმის, მაგრამ მე იმისიც მესმის, რომ იქით არის სპეციალსახურების მაღალი ხარისხი მონაწილეობის. გაიხსენეთ ბინძის ციხეში, გომელაურიზის ციხეში, ხო? გომელაური რატომ მოხვდა ციხეში? ის ხო გონიერი კაცი ახლა შემთხვევით ადამიანი ხო არ არის? ვახო გომელაური ჩამოაშორეს პროცესებს. მე ძალიან კარგად მახსოვს კობახიძესთან, ვახო გომელაურთან და სოსო გოგაშვილთან ერთად როვიჯექი მოდულის შენობაში და რაღაცა თემებზე ლაპარაკობდით და ჩემი ძალიან ესეთი ძაფრი პრეტენზიები სოსო გოგაშვილის მიმართ. იმედია მათაც ახსოვთ ეს ყველაფერი, ხო? მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ ჩამოყალიბდა ქართული ოცნება პოლიტიკური ძალისგან, რომელიც მოვიდა 12 წელს ადამიანის უფლებების ლოზუნგით, ჩვეულებრივ სპეცსამსახურების მარიონეტ ორგანიზაცია, სადაც ყველაფერს განსაზღვრავდა უკვე სპეცსამსახურები. ეს პროცესი ჩვენ დავინახეთ და ამის პროტესტის პრეტენზიის საინტერესო არის ეს კონფიგურაცია საინტერესო. მე მოყოლილი მაქვს ემა. ხო, გომელაური და სოსო გოგაშვილი მოდულის შენობაში დღეს ირაკლი კობახიძეც და ზურა იყო კიდე ერთ-ერთი მინისტრი, არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში მათგან 2 დღეს საპატიმროშია. ხო და მაგაზე ვსაუბრობ. ესმის 2 არ არის მარტო გოგაშვილი აღარ არის ციხეში. გოგაშვილი არის ციხეში, ხო არ არის ციხეში. მაგრამ კარგად ხედავს, მე ვახოზე ადამიანურად არაფერის არ მაქვს, უბრალოდ მეც მიმაჩნია, ვახოც აი ამ ყველაფერს სვარპლი გახდა და გიორგი ლილვაშვილიც რო ციხეშია, ახლა ჩვენ დავინახეთ ბიძინა ივანიშვილი როგორ ექცევა თავის ყოფილ თანაგუნდელებს და იმ ადამიანებს, რომლებზეც ფსონს აკეთებს, ხო? ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს ზოგი ციხეშია, ზოგი საერთოდ ჩამოაშორა ამ პროცესებს და მე თუ ამას გავაანალიზებ, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი აღსაქმელი იქნება 4 ოქტომბრის მონაწილეები, როგორც მსხვერპლი პროცესის და არა როგორც დამნაშავეები, იმიტომ რომ იქით შეიქმნა ერთნიშნულად შეიქმნა სპეცსამსახურების მხრიდან მართული პროცესი. მადლობა გედევან ფოფხაძეს, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ მამუკა მამულაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური ჩაგორთვება და ვახტანგ კაპანაძე გენერალ-მაიორი იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი, ასე რომ დაგველოდეთ. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. გასული კვირიდან მოყოლებული მოსკოვი უკრაინიდან წამოსულ უპილოტო აპარატებს იგერიებს. მართალია ცრემლების მოსკოვს არ სჯერა, თუმცა დრონებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენს ზუსტი და დამაჯერებელი დარტყმები მიაყენეს. მოსკოვის მერი ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო 24 საათში 70-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ზარალზე ნათქვამი არაფერია, თუმცა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად ვორონეჟში 5 ადამიანი არის გარდაცვლილი. ასევე გვაქვს ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ხატყობს, რომ უკრაინული დრონების ზუსტი სამიზნე კაპოტნიას გადამამუშავებელი ქარხანა აღმოჩნდა. დღეს უკრაინული დრონი ტულის მხარეში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, საიდანაც მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ანექსირებულ ყირიმში კი საბავშვო ბანაკებში ორგანიზებული არდადეგები გაუქმდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით საჰაერო დარტყმა მიაყენეს მოსკოვის მხარეში მდებარე კოსმოსურ ცენტრს დუბნას, ასევე ზუსტი საჰაერო იერიში განხორციელდა, როგორც უკვე გითხარით, ვორონეჟში მდებარე საწარმოზე, რომელიც რუსული ისკანდერებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის ელექტროპროდუქციას აწარმოებს, რომელიც და ეს ქარხანა სხვათა შორის ევროკავშირისა და ამერიკის სანქციების ქვეშ არის მოქცეული.
მამუკა მამულაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით ბატონო მამუკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე გადავალ იმ თემაზე თუ რა ხდება ყირიმში და როგორია ვითარება მოსკოვსა და მოსკოვის შემოგარენში. სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, როგორც ვიცი, აქამდე გამოუქვეყნებელი მასალები კურსკის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ძალიან დიდი როლი აი ამ სამხედრო ოპერაციაში სწორედ ქართულმა ლეგიონმა შეასრულა და ამ ოპერაციის შედეგად ათეულობით დასახლებული პუნქტის კონტროლი სწორედ უკრაინის მხარეს გადავიდა. თუ შეგიძლიათ უფრო მეტი რამ გითხრათ ქართული ლეგიონის დამსახურების შესახებ სწორედ ამ ოპერაციაში. მოგესალმებით, მადლობა დაბადებისთვის. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა გახდა, ასე ვთქვათ, ცნობილი ფაქტები, რომელიც აქამდე დაფარული იყო და ჩვენს შეგნებულად არ ვახმოვანებდით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროისთვის არ გახმაურებული იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები აქტიურად შეტევაზე იყვნენ გადასულები და იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, ოკუპანტის ტერიტორიაზე. ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდა ქართული ლეგიონი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და ახლა ხანს მოხდა დოკუმენტური ფილმის გადაღება და ჩვენება თუ რა მიმართულებით იყო მიტანილი იერიში და საიდან იყო ქართული ლეგიონის ძალები შესული, უკრაინული ბრიგადები და ბატალიონები და ასე შემდეგ. არის ცით ბევრი ოპერაცია, რომელიც არ გახმაურებულა ქართული ლეგიონის შესახებ და ერთ-ერთი მათგანი კურსკის ოპერაცია იყო, სადაც სამწუხაროდ ბიჭებმა დაკარგეს კიდურები და რთული ბრძოლები გამოიარეს ჩვენმა მებრძოლებმა და ესენი არიან ის ქართველები, ვინც შევიდა მტრის ტერიტორიაზე და პირველად დადგა ფეხი მტრის ტერიტორიაზე. ისე რომ მე მგონია, რომ ეს ამაყვა ნებისმიერი ქართველისთვის, ვისაც საქართველო უყვარს, ვინც შეიგრძნობს იგივე ტკივილს, ოკუპაციის ტკივილს, რასაც შევიგრძნობთ ჩვენ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველმა დადგა პირველი ნაბიჯი რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც დაიწყო ოპერაცია. როგორც ბელგოროდში, ისე კურსკში. ისე რომ მიგვიძღვის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ამ ოპერაციაშიც და ძალიან კარგად გაართვეს თავი ჩვენმა ბიჭებმა შემიძლია გითხრათ. სხვათა შორის თქვენ გკითხავთ, რამდენად დიდია ქართველი მებრძოლების წვლილი უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში უკრაინის ფრონტზე. ამ მხრივ თუ არიან გამორჩეულები ჩვენი ქართველი მებრძოლები, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, იგივე ყირიმის საანახევრო, ასე ვთქვათ, ბლოკადა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ხო, ოკუპირებული ყირიმის ბლოკადა უკრაინის მიერ სწორედ მიღწეულია ამ შორ მანძილზე ფრენი უპილოტო საფრენი აპარატებით. რა არის ცით მე შემიძლია გითხრათ, რომ 90% სპეციფიკის ქართულ ლეგიონში შეცვლილია სწორედ უპილოტო აპარატებით. ყველა სპეციალობა თითქმის ბიჭებმა გაიარეს გადამზადება და გამოიცვალეს, ვინაიდან გაიზარდა მანძილი მტერს შორის და მოგვიწია, ასე ვთქვათ, სპეციფიკის ათვისება, რომელიც აქამდე ჩვენთვის თუ უცხო არ იყო, არც ისე ახლოს მეგობრობდით უპილოტო საფრენ აპარატებთან. ეხლა 90% უკვე ათვისებული გვაქვს სწორედ ეს სპეციფიკა, როგორც შორსმფრენი დრონების, ისე დარტყმითი მოკლე მანძილზე მფრენი დრონების და ქართული ლეგიონი გადასულია ახალ ტექნოლოგიებზე. ბიჭები ასევე თვითონ აწარმოებენ და ახალი იდეებით, ასე ვთქვათ, შემოდიან ამ სფეროში. ბევრი დრონი არის, რომლის მოდიფიკაციაც შეიცვალა სწორედ ჩვენი ოპერატორების ფრენის დროს და ინოვაციები შევიტანეთ ჩვენ და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევოლუცია მიმდინარეობს პირდაპირ ბრძოლის ველზე და ჩვენც ამაში ვღებულობთ მონაწილეობას. მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ნაწილი გვიყავია ამ სექტორის უპილოტო, ასე ვთქვათ, ფორმირებების, მაგრამ
ძირითადი ნაწილი ჩვენი დანაყოფის უკვე გადასულია სწორედ ამ მიმართულებად. ხო, სწორედ დრონები გახდა მთავარი იარაღი იმისა, რომ მიმდინარეობს ყირიმის რუსეთისგან მოწყვეტის პროცესი და ეს როგორც ვთქვით არის შორ მანძილზე დარტყმის მიყენების შესაძლებლობის მქონე უპილოტო საფრენი აპარატები. აი, ყველას აინტერესებს რა იქნება ამის შემდეგ. უნდა ველოდოთ, რომ დრონებით მიყენებულია შექმნილი ბლოკადა ყირიმში შესაძლებელია გადაიზარდოს სადესანტო ოპერაციაში და შემდეგ უკვე თუ აი ეს ბლოკადა შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს რომ აიძულოს თვითონ რუსები და მათ მიერ მართული რეჟიმი უბრალოდ უკან დაიხიონ. ამ დროისთვის 70%-ზე მეტი ლოგისტიკის გავლა ყირიმის ხიდზე შეჩერებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადი მომარაგება რუსეთს შეჩერებული აქვს და ყირიმიდან ხდებოდა უკრაინის სხვა ტერიტორიების დაბომბვაც, რაც შეეხება თვითონ უპილოტო აპარატებს, როგორც გითხარით, ევოლუცია ხდება ყოველდღიურად და სულ უფრო შორს და შორს მიფრინავენ, სულ უფრო მძლავრები ხდებიან დარტყმისას ეს დრონები უფრო მეტი ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერების აწევა შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მძლავრი დარტყმები იქნება რუსეთის მიმართულებით და როგორც თავდაც მინისტრმა გააკეთა ანონსირება უკრაინული ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ფაქტიურად მინიმალურად იყო ჯერჯერობით გამოყენებული და მასიურ წარმოებაში იქნება სწორედ ეს რაკეტები. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები, უპილოტო სისტემებს, უპილოტო დრონებსაც უმკლავდებიან, რო არა ვთქვათ, არაფერი ბალისტიკურ რაკეტებზე. როდესაც ამუშავდება სრული მანქანა ბალისტიკური იარაღის, მე დარწმუნებული ვარ, წითელი მოედანი აუცილებლად ამას შეიგრძნობს და მოკლევადა. ანუ რეალურია ახლა საუბარი ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნებაზე. ყირიმი დაბლოკილია ფაქტიურად, კომენდანტის საათია გამოცხადებული და ვერ ხდება ლოგისტიკური გადაადგილება. ასევე შეზღუდულია ოკუპანტების, ასე ვთქვათ, შესვლა თვითონ ყირიმში. დასვენებელი პერიოდი რუსებისთვის ჩავარდნილია, რა თქმა უნდა. და კი არსებს ძალიან დიდი ალბათობა, რომ შეიძლება უბრალოდ დატოვონ ეს ტერიტორია, იმიტომ რომ ვეღარ გაუმკლავდნენ ესეთი ამხელა ოდენობით დრონებს. კი ბატონო, მამკა, ზოგადად ფრონტის ხაზზე რა ხდება? ანუ ბოლო ცნობებს, რასაც გავეცანი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ასე დეტალურად ყველაფერს ჩაუღრმავდე, მაგრამ ნახეთ ცნობები იმის შესახებ, რომ კონსტანტინოვკა ფაქტობრივად რუხ ზონად გამოცხადდაო, არა და ეს არის საკვანძო ქალაქი დონბასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. ანუ იქნებ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. მე გლობალურად შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ვერც ერთი ოლქის სრულად დაპყრობა, რომელსაც ებრძვის 2014 წლიდან. თუნდაც დონეცკის რეგიონი, რომლის დაპყრობაც დღემდე ვერ შეძლო ვერაფრით, კი ცდილობს ერთ-ერთი საკვანძო ლოგისტიკური ჰაბის ქალაქის კიდე აღებას, მაგრამ სტატიკურია დღესდღეობით ფრონტი და გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია. ყოველ ფაქტიურად გადადგმულ ნაბიჯზე 1000 ჯარისკაცს კარგავს რუსული ჯარი, ესა უდიდესი დანაკარგი. და ეს დანაკარგი აიწევს არაერთხელ თქმულა, რომ რუსეთის დანაკარგი თვიურად თუ 30000-ია, იქნება 50000. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსეთს შეუძლია მობილიზება გაუკეთოს ყოველთვიურად. ისე რომ პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა წარმატებას, გარკვეულ წარმატებას უკვე აღწევს, იმიტომ რომ რუსეთი ვეღარ ახერხებს იმ რაოდენობით ოკუპანტების მობილიზებას და სულ ნაკლები და ნაკლები ხდებიან ფრონტის ხაზზე. თვითონ ფრონტის ხაზს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტატიკურია და არ მიმდინარეობს დიდი გადაადგილება, ანუ სტრატეგიული დაპყრობა რაიმე ტერიტორიების და ფრონტის ხაზის გარღვევა არ მომხდარა და ვერც მოხდება, იმიტომ რომ
იმდენი უპილოტო აპარატია ჰაერში, რომ ძალიან რთულია გადაადგილება. შეტევალე წასვლაზეც არა ლაპარაკი, უბრალოდ გადაადგილება ან ნაბიჯის გადადგმა ან გამოძრავება. იმდენად გამჭვირვალე გახდა ფრონტის ხაზი ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთულია საერთოდ ფრონტის ხაზზე გამოძრავება, რომ არაფერმა არ დაგინახოს. ისე რომ ეს პოზიცია იქნება შენარჩუნებული, იმიტომ რომ უდიდესი რაოდენობა დრონების არის ერთი მხრიდანაც და ტექნოლოგიურად უკეთესი დრონების რაოდენობა უკრაინის მხრიდან. ისე რომ ვერ შეძლებს რუსეთი წინ წამოთვალს. რაც შეეხება დარტყმებს, ეს დარტყმები გაიზრდება და ბევრად უფრო ინტენსიური გახდება ლეგიტიმურ, ასე ვთქვათ, სამიზნეებზე ზურგში, რუსეთის გულში, თუნდაც მოსკოვში, თუნდაც წითელ მოედანზე. წითელ მოედანზე სარაკეტო დარტყმებს აანონსებთ, ეხლა მინდოდა სწორედ მაგ თემაზე გადავსულიყავი. რა არის თუ იქნება ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, სამიზნე, რატომაც არა უკრაინამ უნდა გააკეთოს ესეთი დარტყმები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ რუსმა პოლიტიკოსებმა შეიგრძნონ ის, რასაც გრძნობს უკრაინელი ხალხი დღეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ესაა მათთვის ყველაზე საშიში, იმ ელიტისთვის, რომელიც დღეს კლავს უკრაინელ ქალებს და ბავშვებს. ისე რომ არ იქნება გამორიცხული და მე მივესალმები თუ ესეთი ნაბიჯი გადადგმული იქნება და უკრაინა შეძლებს ამ რას ნიშნავს ბატონო მამუკა შესაძლებელი არის მოსკოვის მახლობლად იყო აფეთქებული ნავთობგადამამუშავებელი 15 კილომეტრში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ეს არის ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის. ჩემი აზრით თავდაცვის სამინისტროს ლეგიტიმური სამიზნეა, იმიტომ რომ ეს არის ის ბუდე, საიდანაც იმართება ეს ბოროტება და საიდანაც კლავენ უდანაშაულო ხალხს. ისე რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 15 კილომეტრში კრემლიდან. ეს ყველასთვის გასაგები რომ იყოს, რამდენად ახლო შეუძლია უკრაინულ დრონებს ახლა მიფრენა და მიზნების განადგურება. ხო, და ბოლოს აუცილებლად მინდა ძალიან საინტერესო ჭყალებში რამ დავანონსეთ რუსეთს, არ ვიცი, მათ შორის ამ ეთერიდან. თუმცა ძალიან საინტერესოა თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ასეთ ვითარებაში, როდესაც დრონებს ვერ ერევა. სხვა, ასე ვთქვათ, უპილოტო საფრენ აპარატებს ფაქტია, რომ იმ ეფექტურობით ვერ იგერიებს. ამ დროს ვიცით, რომ მე სამხედრო დეტალებში ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რაღაცა 4 სარტყელიანი თუ 5 მაგი დაცვის სისტემა აქვსო, როგორც ვიცოდით, მოსკოვს განსაკუთრებით, მაგრამ ფაქტია ეს რაღაცა 5-შრიანი თუ 4-შრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა ფაქტია, რომ არ მუშაობს. რა შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან ამაზე საპასუხო სასოწარკვეთილი ნაბიჯი? ვარიანტი ორია, რომელიც განიხილება, ან ბირთვული იარაღის გამოყენება, ან საყოველთაო მობილიზაცია. თქვენ როგორ ფიქრობთ? დავიწყოთ იქიდან, რომ ამას ქვია, რაც თქვენ აღნიშნეთ, ეშელონირებული და თავდაცვის საჰაერო თავდაცვის რკალი. ეს თავდაცვის რკალი ჩვეულებრივ უპილოტო აპარატებსაც ვერ უმკლავდება, იმიტომ რომ უმეტესობა მიფრინდა სამი. რაც შეეხება რეაქტიულ დრონებს, მოდიფიკაციად მე არ დავასახელებ, ეს სტრატეგიული საიდუმლოა და არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. არსებობს კიდევ რეაქტიული დრონები და დრონ რაკეტები, რომელსაც იყენებს უკრაინა. ამის ჩამოგდება საერთოდ არ შეუძლია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ფაქტიურად ყველა მათგანი მიფრინდა იმ სამიზნემდე, რომელ სამიზნემდეც იყო მიმართული. საპასუხოდ თუ კი უკრაინა ურტყავს ლეგიტიმურ სამიზნეებს და სამხედრო სამიზნეებს, რუსეთი პასუხობს იმით, რომ აკეთებს ფაქტიურად ყოველდღიურ თუ არა კვირაში ერთხელ დიდ რეიდს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ, მით უმეტეს პოლიტიკური ცენტრის წინააღმდეგ, სადაც ძალიან მჭიდრო და დიდი მოსახლეობაა უკრაინელების და არ ურტყავს სტრატეგიულ ობიექტებს. რუსეთი ურტყავს სწორედ მჭიდროდ დასახლებულ კორპუსებს, მიდამოებს, სადაც უფრო ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეუძლია შეწიროს ამ ყველაფერს. თავისი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ანუ მონური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე,
რუსეთი დარწმუნებულია თუ კი შეაშინებს უკრაინელებს ეს ომი დამთავრდება. ვერ ხვდებიან რომ ადამიანებს რომლებსაც უნდათ თავისუფლება ვერ შეაშინებენ. ფაქტიურად მე-13 წელია ვერ შეიგნეს ის რომ თავისუფალი ადამიანის გატეხვა მკვლელობით არ ხდება. რაც მალე შეიგნებს ამას რუსეთი და რუსეთი ამას შეიგნებს, როდესაც აფეთქებები იქნება წითელ მოედანზე, მით მალე დასრულდება ეს ომი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მამუკა მამულაშვილს, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურს უსმენდით. ვახტანგ კაპანაძე, გენერალ-მაიორი, ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ისე კი დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთი სამხედრო ტერმინი ვისწავლე, ეშელონირებული თავდაცვის რკალი. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ? მოდი დავიწყოთ სწორედ ამ ამბით, რაზეც ახლა მამუკა მამულაშვილი საუბრობდა. მოსკოვის შემოგარენზე, აგერ ვორონეჟში არსებულ ქარხანაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილებს აწარმოებს ისკანდერისთვის და პანცირ S1-ისთვის, ხო, რის გარეშეც რეალურად აი ამ საჰაერო სისტემებს რუსეთი ვერ გამოიყენებს, მიყენებული სარაკეტო, ზუსტი სარაკეტო დარტყმების შემდეგ არის რაიმე მოულოდნელი და გასაკვირი იმაში, რომ უკრაინულმა დრონებმა წითელ მოედნამდეც მიაღწია. მოგესალმებით პირველ რიგში, მიესალმებით თქვენ მაყურებელს. დაუთავდეთ თქვენ ჩამონათვალს, ასევე იმ ფაქტს, რომ ტიუმენი დაბომბეს უკრაინელებმა, ეს არის დასავლეთ ციმბირი. წარმოდგენა რო გქონდეთ, ესა 2000 კილომეტრზე მეტი. და ეს არის ურალს იქით. ფაქტურად ის განაცხადი, ზელენსკის განაცხადი, რომ უკრაინას უკვე ყავს ეს დრონები, რომელიც 3000 კილომეტრს აღწევენ, ეს რეალური ხდება და აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ გაცილებით მეტი სამიზნე შეიძლება დაზიანებული იქნას რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ის რაიონებია, საიდანაც ხდება ბალისტიკური რაკეტების გაშვება რუსების მიერ, ან სტრატეგიული ბომბდამშვენების აფრენა და მე რაკეტების გაშვება და დაბომბვა უკრაინელების უკრაინულ ქალაქებს. მე ბატონ მამუკას ჩემი დიდი უღმესი პატივისცემის მიუხედავად რაღაც გარკვეულწილად რაღაცას ვერ დავეთანხმები, მაგალითად იმაში, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა და მეც ეგ სურვილი მაქვს, უკრაინა მაინც განსხვავებულად რუსებისგან დარტყმას ახორციელებს მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებზე. ესა სამხედრო მნიშვნელობის ობიექტზე, სამხედრო დანიშნულების ობიექტია თუ სტრატეგიული ობიექტი, ან ორმაგი დანიშნულების ობიექტია. აი, რუსებიდან განსხვავებით და არ უტყავენ რუსებივით ლავრას, პეჩორას ლავრას და მიძინების ტაძარს არ ანგრევენ. განსხვავებით რუსებიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუმცა ალბათ ძალიან ბევრს უკრაინას აქვს იმის შინაგანი სურვილი, რომ რუბლოვკაზე ჩამოვარდეს ერთი დრონი და ესეთ დახინებული ცხოვრება რუსებმა დაინახოთ რამდენი ახსენა ტერმინი ლეგალური სამიზნე, ამიტომაც ვკითხე, რას ნიშნავს სამხედრო თვალსაზრისით ლეგალური სამიზნე. მან თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, საიდანაც გაიცემა უკრაინელების ხოცვის ბრძანებები, არის მათთვის ლეგალური სამიზნე. კი, ლეგიტიმური სამიზნე გეთანხმებით რომ არის თავდაცვის სამინისტრო, ასევე ის ორგანოები, რაც გადაწყვეტილება მიიღება, მე არ მგონია ხო თავდაცვის სამინისტროში ზიან კაბინეტებში და იქ ხდება რაღაც გარკვეული ოპერატიული გეგმების დამუშავება, ამის ეს ხდება საკმაოდ ღრმა და საკმაოდ ფარულად. მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიმბოლური დარტყმა შესაძლებელია განხორციელდეს და ეს წითელ მოედანზე არ არის თავდაცვის სამინისტრო, როგორც ჩემთვის ცნობილია ახლა თუ რამე არ შეიცვალა მოსკოვში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე მთელი სული და გულით ვეთანხმები იმ სულისკვეთებას, რომ კრემლი უნდა დაინგრეს და ეს სასაცილო აი პაროდია ვითარება არის ის, რომ თქვენ მიერ ნახსენები ხუთშრიანი, ხუთ ეშელონირებული სახერო თავდაცვის პირობებში ეს მეხუთეში უკვე არის კრემლის კონგურებზე ტყვიარქვევი დგომი ჯარისკაცები და ის რომ ვერტფრენებით იგივე პანცირებს დგამენ მაღალსართულიან სახლ-სახურავებზე, ეს რა თქმა უნდა რაღაც გარკვეულწილად პანიკურშის და სასოწარკვეთილებას აჩვენებს. ანუ მიზანი მიღწეულია უკრაინელების მხრიდან, ანუ არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ პირველადი
მიზანი აი ამ სარაკეტო და დროინით განხორციელებული იერიშებისა მოსკოვის შემოგარენში და ასე შემდეგ, სწორედ ფსიქოლოგიური წნეხი იყო, რომ რუსეთის მოსახლეობამ დაინახოს და იგრძნოს, რომ ომს აქვს უნარი შეუბრუნდეს და მათთან ახლოს მივიდეს. ვერ დაგითანხმებით, პირველად მიზანი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამხედრო პოტენციალის დაქვეითება რუსების და რუსების იძულება ზოლის შეწყვეტის, ომის შეწყვეტის. ეს არ ნიშნავს, რომ სამშვიდობის დამყარებს, ეს არის იძულება ომის შეწყვეტის და მაგიდასთან შესაბამისი სტატუსით მისვლა. თორემ უკრაინელებისთვის პრიორიტეტული ამოცანა რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ზემოქმედება რუსების რასაც ახორციელებდნენ, მაშინ დარტყმები განხორციელდებოდა იგი მაღალსართულიანი სახლებზე, დარტყმები განხორციელდებოდა შესაბამის დიდრულ უბნებზე, იგივე რუბლევკა ვახსენე, ან არბატზე, ან იგივე წითელ მოედანზე, ხო? მაგრამ ამ მიყვებიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადი დამოკიდებულების მიუხედავად უკრაინა მიყვებიან ომის კანონებს, ყოველ შემთხვევაში სადაც შესაძლებელია მიყვებიან იმ ომის კანონებს და ნუ დაგვაუწყდება, რომ ის დახმარება, რომელიც ევროპიდან მოდის უკრაინაზე, ეს გარკვეულწილად რაც პასუხისგებლობასაც აკისრებს უკრაინელებს ამ დარტყმების განხორციელებაში. სხვა ყველაფერთან ერთად. კი ბატონო, ეს სწორედ აი იმ დროში გახანგრძლივებული დახმარების შედეგია, რასაც ჩვენ ახლა ყველაფერს ვხედავთ. უდაოდ. არ გამოვლით, რა თქმა უნდა, და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ საოცარ გამოგონებლობა და სამხედრო აზრის განვითარებას აჩვენებენ უკრაინელები, უშუალოდ განსაკუთრებით ინჟინერები და ტექნოლოგები, მაგრამ ნებისმიერ ტექნოლოგია ეფუძნება გარკვეულ ელემენტებს, იგივე ჩიპებს, იგივე ელექტრომოწყობილებებს, რომელიც უნდა იყოს ძალიან გრძნობიარი და ძალიან მაღალტექნოლოგიური. გარკვეული ნაწილი ამისი შემოდის დასავლეთიდან, რა თქმა უნდა. დღეს რო უკრაინა აი ამ მდგომარეობაშია, იმის გარდა რომ უკრაინა გმირულად იბრძვის და უკრაინა კიდევ ერთხელ ვიმეორებ გამოგონებლობების სასწაულებს ახდენს, რა თქმა უნდა დასავლეთის დიდი დამსახურებაც არის. ბოლოს შეხვედრაზე, ხო? J7-ის შეხვედრაზე, მაგალითად, რომ ეს დახმარება არ მცირდება და არამედ პირდაპირ ძლიერდება, მიუხედავად ამერიკის და ტრამპის რაღაც ცვლილებებისა აი ამ უკრაინასთან მიმართებაში, მხარდაჭერასთან უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში. დასავლეთის დახმარება მზარდი არის. აი ბოლოს შეხვედრაზე მაგალითად ბრიტანეთმა 752 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყო უკრაინას, რითაც და წლის ბოლომდე გადასცემს 1500-ზე მეტ დრონს, ბრიტანულ წარმოების დრონს და 300-ზე მეტ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებას და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებას, კინეტიკურ საშუალებას და ასევე რადარებს. გერმანია, სადაც 400 მილიონის ფარგლებში ყიდულობს უკრაინისთვის რაკეტებს პატრიოტის სისტემებისთვის, ასევე უკრაინასთან ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულებას დევს ერთობლივი ტექნოლოგიის განვითარებაზე. ბრიტანეთი მუშაობს შორი მანძილის რაკეტების წარმოებაზე უშუალოდ უკრაინისთვის. უკრაინამ განაცხადა, რომ პირველად შეიქმნა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც სრულად არის უკრაინაში აწყობილი თავიდან ბოლომდე. და ბალისტიკური რაკეტა განსხვავდება დრონისაგან მას დიდი განსხვავება აქვს დრონისგან იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ტექნოლოგიურია, მას შეუძლია 1000 კილოგრამი ასაფეთქებელი გადაიტანოს, როცა დრონ შეუძლია 40 კილოგრამი გადაიტანოს. მაგალითისთვის ვიცით, ხო? ასე რომ ეს ყველაფერი ისე უკრაინის გაძლიერებისკენ მიდის და ნუ დაგვაუწყდება, რომ ის ასევე არის ყირიმი, რომელიც ფაქტიურად აი ზუსტად აი ამ ტექნოლოგიური წარმატებების შედეგად ფაქტურად არის ალყაში მოქცეული. ალყაში ხო, ისაუბრა კიდეც ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა და აი ბოლო ცნობები ასეთია, რომ მოკლედ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში გასული კვირის ბოლოდან მოყოლებული უკვე მეორე ეტაპი წავიდა ენერგოკრიზისისა, ვიცით რომ შეჩერებულია საწვავის თავისუფალი გაყიდვა ნახევარკუნძულზე, ასევე არის
ნაწილობრივ ბლოკადაში მოქცეული, სწორედ აი ამ უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად ნახევარკუნძული, ზოგიერთი ქალაქი, რაიონი რჩება სტაბილური ენერგომომარაგების გარეშე და კიდევ უფრო მწვავე ვითარება არის შექმნილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე და ნაწილობრივ ბლოკადა მოკლედ იქაც ვრცელდება. ანუ დომინოს ეფექტით გავრცელდა ყველა, ასე ვთქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყირიმის შემდეგ. ასეთ ვითარებას დიდხანს ის რუსეთის მიერ ხელდასმული ხელისუფლება ყირიმში ბუნებრივია ვერ გაუძლებს. რა შედეგი, რა პროცესებს უნდა ველოდოთ და რამდენ ხანში დაახლოებით? მე ვადებზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, თუმცა თქვენ აქ ჩამოთვალეთ, თქვა ორი ფაქტორი, რაც არ გამოუყენებია რუსეთს, ხო, რა თქვა შორის უცხოელი ექსპერტებიც იძახენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადრეს ვაპარაკეთ, ეს ბირთვული არ არის და მასიური ტოტალური მობილიზაცია. მე დავასახელებდი მესამე ფაქტორს, ესა ბელარუსის ჩართვა ამ ომში. და ზუსტად ახლა საკმაოდ დაძაბული ვითარება იქნება ბელარუსთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენება, ზელენსკი მისცა ერთი კვირა ვადა ლუკაშენკოს, რათა მან გააკეთოს დემონტაჟი იმ რეტრანსლატორების, რომელიც 4 რეტრანსლატორია ორ რეგიონში უკრაინის საზღვართან, რომლის საშუალებითაც რუსები ახორციელებენ თავის დარტყმების კოორდინირებას, აი ამ თავისი დრონების დარტყმების კოორდინირებას. ასევე მადიარმა ბროუდიმ შეუთვალა ლუკაშენკოს, რომ ჩვენ 500 ობიექტი გვაქვს უკვე ქაღალდზე დატანილი, ის ობიექტი, რომელიც გარკვეულწილად ხარს უჭერს რუსეთის მოქმედებებს. ბოლო პროვოკაცია იყო ის, რომ ბრიანსკის ოლქში ავტობუსი, რომელსაც ბანაკში გადაყავდა, ბარსთან ბანაკში გადაყავდა ბელარუსი მოზარდები, თითქოს და უკრაინული დრონი დაეჯახა. უკრაინები ამას აბსოლუტურად უარყოფენ. არის ესეთი მონაცემები, რომ ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი უკრაინელებს, სადაც იყო რომ რაღაც გარკვეული მზადდებოდა გარკვეული პროვოკაცია ბელარუსის ომში ჩართვისთვის. უშუალოდ ავტობუსი, ვისაც უნახია თვითონ ეს დარტყმის შედეგად, იქ აშკარად ჩანს, რომ ის ნამსხვრევებით მიყენებული ზარალი არის უფრო ძალიან გავს დისტანციური და ეგრეთ წოდებული მონისან მიმართული და ნაღმის მოქმედებას, ვინაიდან დრონის მოხვედრის შემთხვევაში ან აფეთქების შემთხვევაში იქნებოდა გაფანტული ეს ნამსხვრევები. აქ არის ძალიან კარგად ჩანს, რომ ბორძე, ავტობუსის ბორძე არის ძალიან კარგი ნაკადით მოხვედრილი ეს ნამსხვრევები. დრონის დისტანციაზე არ აფეთქდებოდა ეს როგორც თვითონ ძახან მოხდა. ასე რომ არ გამოირიცხება, რომ ეს ხო პროვოკაცია. უკრაინელები აცხადებენ, რომ აბსოლუტურად ეს ჩვენი ის არ იყო პროვოკაცია, რუსები აცხადებენ, რომ ჩვენ ამოვიღეთ ნაწილები, ელექტრონაწილები ამ დრონის და ასე შემდეგ და კორპუსის ნაწილი ფრაგმენტები და ეს არ გაუჭირდებოდა რუსებს იმდენი დრონი აქვს მოხვედრილი, რომ რაღაც ნაწილები დარჩებოდა ნამდვილად. ასე რომ იძაბება ვითარება, აშკარად იძაბება, რა თქმა უნდა ლუკაშენკოს არანაირად არ აწყობს ახლა საომარი მოქმედებები, ალბათ ყველაფერს იზამს არ ჩაერთოს ომში, მაგრამ ჩვენ გვაქვს 22 წლის გამოცდილება, როცა ბელარუსის ტერიტორია გამოყენებული იყო ომისთვის. ჩერნობილზე იყო შეტევა, ხო? ასე რომ ესეც მნიშვნელოვანია, ახლა თვითონ შეიარაღებული ძალები ბელარუსის რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის, მაგრამ თვითონ ყურადღების გადატანა ხდება, რესურსის გადანაწილება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ ვითარებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ იზრდება საფრთხე, ხა მე რა თქმა უნდა სამხედრო ლოგიკას ვერ დავიკვეხნი, მაგრამ აი როგორც რიგით მოქალაქეს, როდესაც ამ ვითარებაში ესე რაღაცა ინფორმაციები ფრაგმენტულად მესმის, ძალაუნებურად უკავშირებს შექმნილ ვითარებას. იგივე ეს რუსეთის მხრიდან გაზრდილი ანექსიის საფრთხე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. გვარი არ მახსოვს, ახლა ვერც მომძებნი და ამაზე თავსაც არ შევიწუხებ. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის მუქარარო თუ არ ვწდები 1000 დრონი შეგვიძლია გავაგზავნოთ საქართველოში და ლუგარის ლაბორატორიასაც კი მივწვდეთ. ეს ყველაფერი შემთხვევითია თუ შესაძლებელია რაღაცა კავშირები ვიპოვოთ იმ
ვითარებასთან, რომელიც დღეს რუსეთს აქვს. თქვენ გადაცემაში ერთი თქვენ რომ შესაძლებელი საფრთხეზე და სულში დავდივეთ იმაზე პანიკის დათესვისთვის. პანიკა ის კი არ არის რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, პანიკა ის არის რომ რაღაცა რომ მოხდეს, შენ ამისთვის უნდა იყო მზად. ეს არის საპანიკო თორე ის რომ შეიძლება მოხდეს, ამას ვერ გამორიცხავს ვერავინ, მithumetes ესეთ რეგიონში როგორც საქართველოს იმყოფება. თქვენს ნათქვამს დავუმატებდი ასევე იმ დრონებს, რომელიც გადასცა რუსებმა, მაგალითად იგივე სამხრეთ ოსეთის de facto ხელისუფლებას, ხო? ოპტიკო-ბოჭკოვანი დრონები, რომელიც გადაეცათ და ისე იგივე ოპერატორების მომზადება ტერიტორიაზე. ძალიან საწყენია ის, რომ აი ვიღაცა ბოდიში და ძონძი იმიდან აფხაზეთიდან იმუქრება, რომ აი ამდენ დროს ავაფრენ და გამოვშვებ. თავის თავს მიხედონ ჯობია, სანამ საერთოდ გარუსტებიან ესე შემიძლია თქვა უკაცრავად ესე ემოციისთვის. ხო, არა, აბსოლუტურად მესმის და არც მოგიწოდებთ კორექტულობასგან, თქვენზე უარეს ფიქრობდი. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამის სათქმელი არ უნდა ქონდეს, ამის შეძის არ უნდა ქონდეს პიროვნებას, ხო? და ნუ რეალობა არის ის, რომ ალბათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ქართველი ჯარისკაცი ბევრგან მithქვე და ყველგან გავიმეორებ სადაც მიქნებ. ქართველი ჯარისკაცი, რაც კი მინახია 32 წელიწადი, 31 ნახევარი სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, რაც კი მინახია არათუ ნაკლები, უმეტესიც კი არის, ბრიტანელი იქნება, ამერიკელი იქნება, არ ვიცი, თურქი თუ სხვა სამხედროსთან შედარებით, მაგრამ თუ გვინდა ჩვენ ამ ჯარისკაცის გვერდში დგომ, მათო სოციალური დახმარებები არ არის. ჯარისკაცი უნდა აღჭურვოთ და მომამზადოთ ისე, რომ ის მიდიოდეს ამოცანის შესასრულებლად და ცოცხალი დაგვიბრუნდეს უკან. ამიტომ ჭირდება მას, როდესაც დღეს 15 კილომეტრიდან ვიღაცა უკაცრავად და სამხედრო სამედიცინო კომისიისგან აქ შეიძლება თავის დროზე დაბრაკული ზის და ტყეტერფიანობის გამო დაბრაკული ზის და დრონით იქიდან დრონით გაფეთქებს, ეს არ უნდა იყოს. ჩვენი ჯარისკაცი უნდა იყოს მომზადებული. აი ეს არის. ანუ ქართული ჯარის ბრძოლის უნარიანობა ახლა არ არის მოწოდების სიმაღლეზე ამის თქმა გინდა. ვერ გეტყვით, არ ვიცი. სამწუხაროდ რატომაც ძალიან დაფარულია ეს ყველაფერი, მაგრამ რო ავიღოთ ბიუჯეტები ეს არ არის ფარული ისე ნებისმიერ იმაში ვიკიპედიაში შესვლა ყველაზე ნაკლები ბიუჯეტი რეგიონში საქართველოს აქვს და ბიუჯეტი არის იგივე ჩამონათვალი აღჭურვილობის რომელიც არის გაცლებით უფრო მეტი აქვს იგივე აზერბაიჯანს და იგივე სომხეთს შეერაღებული ძალების რაოდენობა რაჩვენები ღია წყაროებიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღია წყაროებიდან ყველაზე მეტი აქვს აზერბაიჯანს შემდეგ სომხეთს შემდეგ საქართველოს რეგიონში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არა რაოდენობა არ არის ხარისხი, მაგრამ ხარისხი თუ გვინდა, იმ ქართული მებრძოლის გვერდზე დგომა თუ გვინდა, ჩვენ უნდა აღჭურვოთ ისე, რომ მან შეძლოს ამოცანის შესრულება და ცოცხალი დაგვიბრუნდეს უკან. მადლობა ვახტანგ კაპანაძეს, გენერალ-მაიორი ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სულ ეს იყო ამ დროისთვის, გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება 4 შაბათს. მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს 13 საათზე გადაცემაში საქმე.